როდესაც ვლადიმირ პუტინი უყურებდა თავის უფერულ გამარჯვების დღის აღლუმს, ფიქრობდა როგორ მივიდა საქმე აქამდე. სამხედრო აღლუმი ტექნიკის გარეშე თითქმის აღლუმიც კი აღარ არის. მაგრამ ეს დამცირება არ იქნებოდა ის, რაც იმ დღეს პუტინს თავში უტრიალებდა. სხვა სირცხული სხვაგან ხდებოდა, როცა უკრაინამ ისეთი რამ გააკეთა, რომ პუტინი მთელი მსოფლიოს წინაშე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის ყურება თითქმის შეუძლებელია. ის, რაც რუსეთს თვეები დასჭირდა მოსაპარად, უკრაინამ დაიბრუნა, რადგან რუსეთის არმია სულ უფრო მეტად არის გადაჭიმული. როდესაც პუტინი უყურებდა თავის სევდიან პარადს, რომელიც თითქმის ყოველგვარი ეფექტის გარეშე ჩაიარა, არადა ძლიერ შთაბეჭდილებას უნდა ახდენდეს, ის უკან მოიხედავდა ბოლო რამდენიმე თვეს სივცხვილით. რუსეთის ყოლის შენძლე არმია თითქოს უნდა გადაუაროს უკრაინას ბულდოზერივით. დიდი საგაზაფხულო შეტევა უკვე კარგა ხანია დაწყებულია და უკრაინა თითქოს უნდა ინგრევდეს. მაგრამ რეალობა, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი არნიშნავს, ისაა, რომ რუსეთმა თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი ოპერაციული პროგრესი არ აჩვენა გასული წლის განმავლობაში და არც ჩანს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე სერიოზულ გარღვევას მიაღწევს. ახლა ოპერაციული პროგრესის არქონა არნიშნავს, რომ საერთოდ არ არის პროგრესი. რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ, თუმცა ისეთი ნელი ტემპით, რომ ზარმაცასაც კი შეცხრებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც რეალურად მნიშვნელოვანი არაფერი დაუკავებია. და ის, რაც რუსეთმა მოიპოვა, ისეთი მძიმე დანაკარგების ფასად დაუჯდა, რომ ნებისმიერი სხვა თანამედროვე არმია ამას არ იქონდა როგორც ნიშანს, რომ დროა უკან დაიხიონ, გადაჯგუფდნენ და შესაძლოა ახალი გეგმაც შეიმუშაონ. როგორც ISW არნიშნავს, რუსულმა ძალებმა ტორეცკი 2025 წლის აგვისტოში 14 თვიანი კამპანიის შემდეგ აირეს, CVS კი 51 თვიანი კამპანიის შემდეგ, ხოლო პოხროვსკი 2026 წლის იანვარში 2 წლიანი კამპანიის შემდეგ. ყველა ეს ოპერაცია რუსებისთვის დიდი დანაკარგებითა და ტექნიკის დაკარგვით დასრულდა. ISW-ს თქმით, რუსეთმა ამ მიღწევებიდან არც ერთი არგამორთი არ გამოიყენა და ის ფაქტი, რომ 51 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 ძირითად დასახლებაზე შეგვიძლია საუბარი, მკაცრი ბრალდებაა იმისა, თუ რამდენად საცუდავი გახდა პუტინის კამპანია უკრაინაში. ეს მონაცემები ასევე აჩვენებს, რამდენად დიდხანს სჭირდება რუსეთის ცუდად გაწვრთნილ ჯარებს წინსვლას. კამპანიები წლები გრძელდება ერთი ქალაქის ან დასახლების დასაკავებლად. ეს არ არის დომინირება, ეს პუტინის ილუზიების შედეგია რუსეთის სამხედრო ძალაზე. შემდეგ გადავიდეთ დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზზე. კიევის ინდეპენდენტის 17 აპრილის ანგარიშის მიხედვით პუტინმა თავის ჯარისკაცებს მიზნად დაუსახა დონბასის რეგიონის აღება სექტემბრამდე. ამისთვის აუცილებელია, რომ დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზი დაინგრეს. რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ როგორც რუსეთის შეტევების უმეტესობა აქამდე, თითქმის არანაირი პროგრესი არ აქვს. ერთადერთი წინსვლა, რაც რუსეთმა მოახერხა ციხესიმაგრეების ხაზთან, კონსტანტინიუკაშია, სადაც პუტინის ხელქვეითებმა ჯარისკაცების მცირე დანაყოფებით შეღწევა ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში დაიწყეს. ამ შეღწევითმა დანაყოფებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება და ვერ შექმნეს საფუძველი უფრო მასშტაბური რუსული შეტევებისთვის, იუწყება ISW. რუსეთს სექტემბრისთვის უნდა დაეკავებინა მთელი დონბასი, მაგრამ უკვე მაისის შუა რიცხვებია და ყველაფერი, რაც რუსეთის ძალებმა შეძლეს, ციხესიმაგრეების ხაზის სამხრეთ წვერზე მხოლოდ მცირე წინსვლა მოახერხეს. ახლავე ვამბობთ ამას, სექტემბერი მოვა და წავა, მაგრამ რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს არსებით პროგრესს. მისი შედეგები ნაკლებად დაცულ ქალაქებთან საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი კიდევ დიდხანს დაანგრევს საკუთარ ძალებს ციხესიმაგრეების ხაზთან ბრძოლაში. და ამჟამად ფაქტობრივად ჩიხური მდგომარეობაა. პუტინის დამცირების კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ მისი შეჭრის ბოლო რამდენიმე კატასტროფული თვე მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ უკრაინის თავდაცვა მის ძალებს ადგილზე აჩერებს. პუტინის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა წინსვლას ახერხებს. დარჩი ჩვენთან და ყველაფერს უფრო დეტალურად აგეხსნით. ეხლა კი როცა პუტინი რუსეთთან უღიმღამო გამარჯვების დღის აღლუმს ესწრებოდა, ფიქრობდა, რომ სპეციალური დღისათვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო მისი დამცირების შესაჩერებლად. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საათით მაინც, მაგრამ პუტინის შეცდა. რუსეთის საკუთარი სასუძარკვეთა და ის ფაქტი, რომ უკრაინა თითქოს პუტინის თვითგამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დროსაც აგრძელებდა ბრძოლას, ამ იმედებს ბოლო მოუღო. მიუხედავად იმისა, რომ ISW იუწყება, რომ ოპერაციების საერთო ტემპი ცეცხლის შეწყვეტის დროს შემცირდა, ბრძოლა მაინც გაგრძელდა. რუსეთმა სწრაფად დააბრალა უკრაინას. ISW-ის ინფორმაციით მან განაცხადა, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტა 8970 ჯერ დაარღვია. ამ მაჩვენებელში შედის 7151 დრონით განხორციელებული დართმა, 1173 საარტილერიო, ნაღამტყორცნებისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის შეტევა და 12 სახმელეთო იერიში. რუსეთს აქ ბევრი სალაპარაკო არ აქვს. მან 8 მაისს დაახლოებით საღამოს 6 საათზე უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რომელიც მოიცავდა ისკანდერ M რაკეტასა და 53 დრონს. და ISW-ის ინფორმაციით გაურკვეველია გაგრძელდა თუ არა ეს იერიში 9 მაისის შუაღამის შემდეგ. აი ამასირებ, როცა აჩქარებულდა ბუნდოვან ზავს ქმნის შენი ძვირფასი აღლუმის დასაცავად პუტინ. კიდევ მეტი დამცირება, როცა სასუწარკვეთილად ცდილობ უკრაინა დაადანაშაულოს შენი უაზრო ზავის დარღვევაში.
ახლა შევადაროთ რუსეთის წარუმატებელი კამპანია ბოლო რამდენიმე თვეში იმას, რასაც უკრაინა აკეთებდა. დავბრუნდებით დეკემბერში, როცა რუსეთი თითქმის 2 წლის ბრძოლის შემდეგაც კი ისევ ცდილობდა პოკროვსკის აღებას. ამ პერიოდში პუტინის გენერლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა საბოლოოდ აიღო ქალაქი კუპიანსკი, უკრაინის ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონში. ეს ოპერატიულად მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს განცხადება რუსეთს უკან მოუბრუნდა. დეკემბრის შუა თვის უკრაინამ წამოიწყო გამანადგურებელი კონტრშეტევა, რომლის შედეგადაც გაათავისუფლა კუპიანსკის უდიდესი ნაწილი, პუტინის ძალები მტვერში დატოვა და აჩვენა, რომ უკრაინის ახალი ძებნა განადგურების ტაქტიკა იდეალური პასუხი იყო რუსეთის ინფილტრაციის სტრატეგიაზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ნარატივის შეცვლა. ინიციატივა უკრაინის მხარეს იყო და 2026 წელი პუტინისთვის კიდევ უფრო მეტ სიფრთხილს მოიტანდა. გაზაფხულისა და ზაფხულის მძიმე შეტევების წინ უკრაინა გადავიდა იერიშზე თავის ტერიტორიის სამხრეთ ოკუპირებულ რეგიონებში. შედეგმა პუტინი დაამცირა. 2026 წლის ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე უკრაინამ შეძლო თავისი ტერიტორიის დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება. ამ გათავისუფლებებიდან ყველაზე ბოლო, აპრილის ბოლოს მოხდა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებში, იტყობინება ISW. როდესაც რუსეთის გაჭიროებული ჯარისკაცები თავს აწყლებიან დონეცკის საფორტიფიკაციო ზოლს, რომელიც უბრალოდ არ იძურის, შედეგად მივიღეთ ფაქტობრივად ჩიხური მდგომარეობა. მაშინ, როდესაც უფრო ჩრდილოეთით უკრაინის სამხრეთული კონტრშეტევები იმდენად ეფექტური იყო, რომ 2026 წლის აპრილში პირველად, აგვისტო 2024 წლის შემდგ რუსეთმა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. უკრაინამ იმ თვე დაასრულა 116 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგებით, იუწყება United 24 მედია. ბოლო შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა, იყო მაშინ, როდესაც უკრაინის ძალებმა რუსეთის კურსკის რეგიონში sapasukho შეჭრა წამოიწყეს, რომლის დაბრუნებასაც რუსეთს თვეები დასჭირდა და უკრაინის ინფორმაციით 73,000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვა მოუწია. დამცირებაზე პუტინს დააცვა. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით, კურსკი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება რუსეთის პრეზიდენტისთვის. და ოლქი, რომელიც თითქოს უკრაინული ჯარებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო, აშკარად სულაც არ არის ასეთი. ასე ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი, რომელმაც 8 მაისს განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ აქტიურობენ კურსკის რეგიონში. პტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენი ყოფნა კურსკის რეგიონში რჩება, განაცხადა სირსკი. მოდით, ყველაფერი გავარკვიოთ პუტინა. ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის ერთადერთი ოპერატიული მიღწევა იყო პოკროვსკში. და ეს მიღწევები მიღწეული იქნა 2 წლიანი კამპანიის ბოლოს, რომლის დროსაც რუსეთმა 10,000-ობით თავისი ჯარისკაცი დაკარგა. გრანდიოზული გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევები დაიწყო, მაგრამ მათ თითქმის ნულოვანი პროგრესი აქვთ დონეცკის საფორტიფიკაციო ზოლის წინააღმდეგ. რუსეთი აქტიურად კარგავს პოზიციებს უკრაინული კონტრშეტევების შედეგად, იმდენად რომ უკრაინა უკვე პლუსშია საერთო მიღწევებში. და კიდევ კურსკშიც კი, სადაც რუსეთს ეგონა, რომ სრულად აღადგინა კონტროლი, უკრაინელი ჯარისკაცები მაინც მოქმედებენ. სიტუაცია რუსეთს წინააღმდეგ იცვლება. და ეს მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. გამარჯვების დღის აღლუმი რუსეთის ძალის დემონსტრირებას უნდა ემსახურებოდეს. 2026 წლის აღლუმიც სწორედ ასეთი გამოვიდა. დაღურემილმა პუტინმა 45 წუთი გაატარა. უყურებდა ყველაზე მოკლე აღლუმს, რაც რუსეთმა წლების განმავლობაში ჩაატარა და დაინახავდა, რომ სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. საფრთხე ძალიან მაღალი იყო, რომ უკრაინა დარტმას მიაყენებდა და რუსეთს ეს ტექნიკა უკრაინის შიგნით სჭირდება, რათა იქვე გაანადგურონ უკრაინულმა დრონებმა. უკრაინის ახალი ხმა იუწყება, რომ პუტინის განსაკუთრებულ დღეს მხოლოდ 10 მსოფლიო ლიდერი გამოცხადდა, რაც 2025 წელს მისულთან ნახევარზეც ნაკლებია. პუტინის ყველაზე ძლიერ მოკავშირეთაგან, მაგალითად ჩინეთის სი ძინპინი, არც ერთს არ მიუღია მონაწილეობა. სიმ პუტინისთვის არც კი გაგზავნა დელეგაცია, სიმბოლურადაც კი. და ყველაფერს რომ თავი დავამატოთ, რუსეთი იძულებული გახდა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც კი ეჩვენებინა აღლუმზე. დიახ, ეს აღლუმი ნამდვილად იყო რუსეთის ძალის დემონსტრაცია, უბრალოდ არა იმ ფორმით, როგორც პუტინს სურდა. როდესაც რუსეთის ლიდერი სიცითლით სახეზე უყურებდა, როგორ გადიოდა 9 მაისს თითქმის არაფრის მთქმელი აღლუმი, მას მხოლოდ წარსული რამდენიმე თვის დამანცირებებზე ფიქრი დარჩენოდა. რუსეთი თითქოს რეკორდული ტემპით უნდა მიიწევდეს წინ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ უკრაინა უპირატესობაში. როგორ ხდება ეს ყველაფერი? ეს ერთადერთი კითხვაა, რომელსაც პუტინი ახლა საკუთარ თავს უსვამს და არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც პუტინს მსოფლიოს სასაცილოდ აქცევს. მაგრამ სანამ ამ ფაქტორებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა საუკეთესო დროა ხილაკზე დააწვეთ, რომ ჩვენი ვიდეოები არასდროს გამოგრჩეთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს უამრავი ჩავარდნა დაატყდა თავს, დაწყებული იმ საკითხით, რომელმაც უკრაინას კონტრშეტევის დაწვებისკენ უბიძგა და ასე ძალიან შეარწყვინა რუსეთი. კავშირის პრობლემები რუსეთის სამხედრო ძალებში. 2026 წლის დასაწყისში SpaceX-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი დიდი ხნის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა. რუსეთს Starlink-ს ეწოდომა შეუწყვიტა. რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა არალეგალურ ტერმინალებს კოსმოსური ინტერნეტისა და საკომუნიკაციო სერვისის მისაღებად, მაგრამ თეთრი სიის შექმნამ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ტერმინალები მუშაობს, ყველაფერს ბოლო მოუღო.
რამდენიმე საათში ფრონტზე რუსული კომუნიკაციები ქაოსში ჩაეფლო, რადგან სარდლობებს ჯარისკაცებთან დაკავშირება აღარ შეეძლოთ და რუსეთის თავდაცვა სამხრეთში იწყებდა დაშლას. დაუყოვნებლივ რუსი სარდლები იძულებულნი გახდნენ ძველი რუკები გამოეყენებინათ, რომლებზეც არასწორი ინფორმაცია იყო მითითებული წინსვლაზე, მაშინ როცა ჯარისკაცები ფრონტზე კოორდინაციის გარეშე იგზავნებოდნენ. ვლადიმერ პუტინმა ამას ისიც დაამატა, რომ სულელური გადაწყვეტილება მიიღო და კომუნიკაციის ამ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური მედიის აპლიკაცია Telegram-ზე დაწესებული შეზღუდვებით. რუსეთის ლიდერი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ შიდა კონტროლი შეენარჩუნებინა, რომ კიდევ ერთი საკომუნიკაციო საშუალება წაართვა, რომელსაც მისი ათასობით ჯარისკაცი იყენებდა. Telegram-ის ბლოკირება დაახლოებით იმავე დროს ხდებოდა, როცა Starlink-ის გათიშვა მოხდა, რამაც ფრონტის ხაზზე ინფორმაციის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. რუსეთის ძალებმა აღარ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ და ვეღარ აზიარებდნენ რეალურ დროში დაზვერვის ინფორმაციას უკრაინული გადაადგილებებისა და თავდასხმების შესახებ. უკრაინამ ამ ყველაფრით ისარგებლა და სამხრეთში შეტევა განახორციელა. ჩვენ უკვე ვნახეთ შედეგები. რუსეთი ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას დროებითი ზომებით, მაგალითად, რეელე დრონებისა და სატელიტური კავშირების გამოყენებით. მაგრამ როგორც ატლანტიკური საბჭო არნიშნავს, რუსეთს სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ კომუნიკაციის ეფექტურობის ის დონე დაიბრუნოს, რაც Starlink-ის გამოყენებისას ჰქონდა. ამ კომუნიკაციის პრობლემებმა ხელი შეუწყო უკრაინულ კონტრშეტევებს, რაც თავის მხრივ კიდევ ერთ პრობლემად იქცა პუტინისთვის კონტრშეტევების მოგერიება. გაზაფხულის შეტევამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი დონეცკში რეზერვებს აგროვებდა, რათა ციხესიმაგრეების ხაზისთვის შეედია. ეს რეზერვები უნდა დაეხმარებოდნენ პუტინის მარიონეტებს, როცა ისინი პოკროვსკისკენ მიიწევდნენ და შემდეგ გადაისროდნენ ფრონტზე ციხესიმაგრეების ხაზზე შეტევისთვის. მაგრამ შემდეგ უკრაინამ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა და პუტინი იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. პუტინი იძულებული გახდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არასდროს სურდა მიეღო. ახლა ყოველი განლაგება ამ გადაწყვეტილებების გავლენას ატარებს. გააგზავნის თუ არა რუსეთი ჯარებს პრიორიტეტულ ფრონტის ხაზზე, პუტინის სექტემბრის დონეცკის ილუზიების რეალობად ქცევის ამაო მცდელობაში. თუ ეს ჯარები უნდა გაემართონ სამხრეთისკენ, რათა შეაჩერონ უკრაინის კონტრშეტევები და უკან დააბრუნონ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატებები, ეს პუტინისთვის ჩიხური მდგომარეობაა. თუ ყურადღებას ფრონტის ხაზზე გაამახვილებენ, ეს ნიშნავს, რომ სამხრეთის რეგიონები განაგრძობენ გათავისუფლებას, რაც უკრაინას ასევე აძლევს საშუალებას ჯარები დონეცკის რეგიონთან დაახლოოს. მაგრამ სამხრეთისკენ წასვლა ნიშნავს ფრონტზე შეტევების შესუსტებას, რაც იწვევს კიდევ უფრო დიდ შენელებას, ვიდრე უკვე ვნახეთ. აქ მთავარი აზრი მარტივია: ბრძოლის ველზე ტემპს უკრაინა კარნახობს და არა რუსეთი. და სანამ უკრაინა ამას აკეთებს, პუტინისთვის ეს კიდევ ერთი დამცირებაა და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინის სტრატეგიები რუსეთს რეკორდულ დანაკარგებს აყენებს. რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ცოცხალი ძალის კრიზისს, რადგან ჯარისკაცთა დანაკარგები მოხალისეთა რეკრუტირებას აჭარბებს. 2026 წლის მარტში უკრაინამ დააფიქსირა დაახლოებით 35,000 დანაკარგი რუსულ ძალებში, რაც ყველა დადასტურებულია უკრაინის დრონების ოპერატორების მიერ. 2026 წლის აპრილმაც მსგავსი შედეგები მოიტანა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 35,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდა ან დაიჭრა. რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგების მაჩვენებელი ახლა უკვე 1000 ბევრად აღემატება და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. და რუსეთი ცდილობს კიდევ უფრო მეტი შეტევა წამოიწვოს, მიუხედავად ყველა საკომუნიკაციო პრობლემისა და ყურადღების იძულებითი გაყოფისა. ერთი პრობლემა მეორეს აძლიერებს. და მსხვერპლის მხრივაც ჩვენ ვერ უგულებელყოფთ იმას, თუ რას ნიშნავს ეს რუსეთის წინახაზის შეტევებისთვის. პუტინის მიზანია წამოიწყოს ეს შეტევები, დაიკავოს ტერიტორია და ჯარისკაცებმა შეინარჩუნონ ეს პოზიციები, სანამ დამხმარე ძალების მოსვლას ელოდებიან, რაც შემდგომი შეტევების საშუალებას მისცემს. ეს ყველაფერი შეუძლებელია, როცა რუსეთის ჯარები რეკორდული სისწრაფით ილეწებიან. რუსეთს უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ოდესმე, თუნდაც მცირე ტერიტორიის დასაკავებლად. უკვე აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილემ პავლო პალისამაც კი არნიშნა, რომ ახლა რუსეთი დონეცკის რეგიონში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 316 ჯარისკაცს კარგავს. რუსეთი ასეთ დანაკარგებს დიდხანს ვერ გაუძლებს და ისინი არ ნელდება. სანამ რუსეთი გაწევასთან ბრძოლობს, უკრაინა კვლავ აგრძელებს მოწინააღმდეგის განადგურებას. ხოლო 9 მაისს რუსეთმა დაკარგა 1080 ჯარისკაცი, რის შედეგადაც პუტინის შეჭრის დაწყებიდან მისი საერთო დანაკარგები 1,340,000 გადააჭარბა. ცოცხალ ძალასთან ერთად რუსეთი მასიურად კარგავს ტექნიკასაც. 82 საარტილერიო სისტემა, 1 ტანკი, 3 ჯავშანმანქანა და 370-ზე მეტი ჩვეულებრივი მანქანა და საწვავის სადვირთო. უკრაინული ცეცხლის შედეგად იმავე დღეს განადგურდა. ამ რიცხვებში არაფერია გამონაკლისი. 9 მაისი რუსეთის არმიისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი დღე იყო და ეს თავისთავად სიბცხვილია პუტინისთვის. ის მსხვერპლად წირავს რუსების მთელ თაობას და ოპერატიულად თითქმის არაფერს იერებს სანაცვლოდ. ჩვენ გვაქვს პარალიზებული კომუნიკაციები. უკრაინა აკონტროლებს ბრძოლის ტემპს და რეკორდული დანაკარგები პუტინის დამცირებას იწვევს. ამ ყველაფერს, როგორც ISW ამბობს, ემატება უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების კამპანიის გააქტიურება.
უკრაინის გააქტიურებულმა საშუალო რადიუსის დარტყმების კამპანიამ რუსეთის ლოგისტიკაზე, იკაზე, სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალაზე 2026 წლის დასაწყისიდან ასევე შეამცირა რუსეთის ძალების შესაძლებლობა ჩაეტარებინათ შეტევითი ოპერაციები მთელ ფრონტზე. ნათქვამია ISW-ის ანგარიშში რუსეთის შეტევის მდგომარეობის შესახებ. მართლა ასეა, უკრაინამ აპრილში გაორმაგა ასეთი საშუალო რადიუსის დარტყმების რაოდენობა მარტთან შედარებით. ეს დრონების შეტევები, რომლებიც 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე ხორციელდება, მნიშვნელოვნად აზიანებს რუსეთის ახლო უკანა ზონას. და რა არის ამ ახლო უკანა ზონაში? ის ლოგისტიკა, რომელსაც ISW აღნიშნავს, სარდლობის პუნქტები, რომლებიც უკვე უჭირთ ბრძანებების მიცემა, საჰაერო თავდაცვა, რომელიც იცავს ჯარის შეკრებებს და უნდა აღკვეთოს უკრაინის დრონების დარტყმები. ეს ყველაფერი ინგრევა უკრაინის გაძლიერებული საშუალო მანძილის კამპანიის ფონზე, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რასაც ახლა ფრონტზე ვხედავთ. რა თქმა უნდა, პუტინის ძალები დონეცკში ჩიხში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ იღებენ მხარდაჭერას, რადგან ყველაფერი მათ უკან ნადგურდება. და მაშინაც კი, როცა უკრაინა აძლიერებს საშუალო მანძილის შეტევებს, ის არანელებს ტემპს შორ მანძილზეც. რუსეთი თავადაც ისეთივე ძლიერად ზიანდება, როგორც ის ტერიტორიები, რომელსაც რუსეთი უკრაინაში იკავებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ნავთობზეა გამახვილებული. მასშტაბი არის რუსეთის პრობლემა აქ. უკრაინამ 2024 წლის აგვისტოში რუსეთში დაახლოებით 1000 დრონის გაშვებიდან 2026 წლის მარტში დაახლოებით 7000-მდე გაზარდა ეს რიცხვი. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საექსპორტო ჰაბებზე განმეორებითი დარტყმების ზღუდავს პუტინის შესაძლებლობას გაყიდოს რუსეთის ყველაზე ძვირფასი რესურსი, ასევე მიაწოდოს საწვავი და ნავთობპროდუქტები ჯარს უკრაინაში. აქ შედეგები აშკარა. ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული ნაკლები მოგება ნიშნავს, რომ რუსეთის საომარი ბიუჯეტში ნაკლები ფული შედის. და როდესაც საწვავისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება ფრონტზე იგვიანებს ან საერთოდ ნადვურდება, რუსი ჯარისკაცები კიდევ ერთ მნიშვნელოვან საშუალებას კარგავენ, რომელიც სჭირდებათ იმ წარმატებისთვის, რასაც მათი ლიდერი ითხოვს. როგორც ვთქვით, ეს პრობლემების კაკოფონია. და ეს ყველაფერი გროვდება და ხშირად ერთმანეთსაც აძლიერებს, რაც ქმნის იმ სიტუაციას, რასაც ახლა ხედავთ. უკრაინას სრული ინიციატივა აქვს და სიტუაციას იმაზე მეტად აკონტროლებს, ვიდრე პუტინი ოდესმე წარმოიდგენდა. ასე რომ პუტინი დამცირებულია. მისმა ყოლის შემძლე არმიამ ვერაფერი მოახერხა იმიდან, რასაც ის მსოფლიო საზოგადოებას პირდებოდა. თუნდაც განცხადება იმის შესახებ, რომ დონეცკი სექტემბრამდე უნდა აეღოთ, ახლა პუტინისთვის სასაცილოდ გამოიყურება. ზელენსკიც ასე ამბობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ციხესიმაგრეების ხაზის გასარღვევად, მას არღვევად მილიონამდე ჯარისკაცი დასჭირდება, რაც იმდენად ბევრია, რომ ეს თითქმის ყველა ქვეყნის მოქმედი არმიის რაოდენობას აღემატება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. პუტინმა უკვე რამდენიმე არმიის ტოლი ჯარისკაცი და ტექნიკა შესწირა იმისთვის, რომ რუსეთი აქამდე მისულიყო. კიდევ 1 მილიონი მხოლოდ დონეცკის ასაღებად სირცხულს სრულ კატასტროფად გადააქცევდა. ხედავს კი პუტინი ამ ყველაფერს, თუ ხედავს, უნარცხვენოდეს. მაგრამ უკვე ჩანს, რომ ეს კაცი იმდენად ჩაფლულია საკუთარ ილუზიებში, რომ სირცხველი მისთვის აღარ არსებობს. ის უბრალოდ გააგრძელებს ხალხის ხორცსაკებში შეკრას, როცა მთელ ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე ამცირებს. ცნელია ამის ყურება. ეგრეთ წოდებული სამხედრო ზესახელმწიფო ყოველდღე მხილდება უკრაინაში. 45 წუთიანი გამარჯვების დღის აღლუმი მაშინ, როცა რუსეთი პოზიციებს და ძალას კარგავს, ახლა პუტინის მარცხის მონუმენტად იქცა. შეიძლება ჯერ არ იცის, მაგრამ იმ აღლუმის მუქი კადრები შეიძლება პუტინის მემკვიდრეობად დარჩეს. რუსეთო, გაიცანი დედამიწაზე, ნამდვილი ჯოჯოხეთი. აი ეს მიართვა უკრაინამ პუტინს, როცა მან შორ მანძილზე დათმები მიაპენა, რომლებმაც ყველაფერი გაანადგურა. დონეცკიდან დაღესტნამდე უკრაინამ თავისი გზავნილი გააგზავნა. ჩვენ შეგვიძლია დავარქავთ რუსულ ობიექტებს ყველგან. არაფერი არის უსაფრთხო, ყველაფერი შეიძლება განადგურდეს. პუტინს არსად აქვს შესაძლებლობა დამალოს თავისი ტექნიკა. ეს დარტყმების სიგიჟეა და ისინი ამტკიცებენ, რომ იმ რესპუბლიკებსაც, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში არიან, მაგრამ უშუალოდ არ არიან ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში, დაარტყამენ თუ პუტინს ზედმეტად დაეხმარებიან. საქართველოდან აღმოსავლეთით და კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე დაღესტანი საინტერესო შემთხვევაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკა, მაგრამ ეს არ არის ადგილი, რომელსაც უკრაინა ტრადიციულად ესმოდა თავს. ნიშნულობა აღარ აქვს, ეს იარარის ან სურვილის ნაკლებობის გამო იყო აქამდე. დაღესტანი ახლა უკვე დაიბომბა. უფრო კონკრეტულად კი დაღესტანის პორტში მდგომი რუსეთის სარაკეტო კორვეტი უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი იარარით დაიბომბა. უკრაინის შეიარარებული ძალების გენერალურმა შტაბმა ძირითადი დეტალები ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კასპიესკის ბაზის ტერიტორიაზე დაზიანდა პროექტი 22800-ის მრავალფუნქციური მცირე სარაკეტო გემი კარაკუტი, რომელსაც კერძოდ შეუძლია კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. გენერალურმა შტაბმა ამ დარტყმის შესახებ მეტი დეტალი არ გაავრცელა. ჩვენ არ ვიცით რა იარაღი გამოიყენა უკრაინამ, თუმცა ყველაზე სავარაუდო კანდიდატად გრძელდისტანციური დრონის ან რაკეტის ჰიბრიდი, როგორიცაა ნეპტუნი ან ფლამინგო მიიჩნევა. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას მეტი არაფრის თქმა არ სჭირდებოდა. საკმარისი იყო, რომ რუსეთს ცოდნოდა, ხომალდი დაზიანდა და პუტინს უარყოფის საშუალება არ ქონოდა, რადგან უკრაინამ დრონებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უახლოვდებიან ისინი ხომალდს.
ამის გარდა უკრაინა არაფერს ამჟავნებს და ეს ჭკვიანური ნაბიჯია. მაგრამ კიდევ უფრო ჭკვიანურია ის, რომ უკრაინამ ახლა გაანადგურა სარაკეტო კორვეტი, რომელიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი არ არის, იმ ფლოტისა, რომელსაც უკრაინა ომის განმავლობაში ანადგურებდა. მაგრამ ის რუსეთისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საბრძოლო გემი, რომელიც პუტინს ეგონა, რომ უკრაინის იარაღის მოქმედების არიდან იყო გასული. პროექტი 22.800 კარაკუტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გემების კლასია. Defense Express-ის მიხედვით ამ ტიპის გემები მრავალფუნქციური კორვეტებია, რომლებიც სხვა შესაძლებლობებთან ერთად აღჭურვილია კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად, რომელსაც რუსეთი ომის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინული ქალაქების დასაზიანებლად იყენებდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS დამატებით დეტალებს ავრცელებს. ის ამხელს, რომ კარაკუტის კლასი რუსეთის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო გემების კლასს წარმოადგენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ გემებიდან პირველ 7-ზე კონტრაქტი მხოლოდ 2015 წელს გააფორმა და სამინისტრო ფიქრობდა, რომ განსაკუთრებულ რამეს იღებდა. TASS-ის ინფორმაციით, თითოეული კარაკუტი აღჭურვილია უნივერსალური საზღვაო სარაკეტო სისტემით, რომელიც მოიცავს 8 ვერტიკალურ გამშვებ უჯრედს, რომლითაც შესაძლებელია როგორც კალიბრის, ასევე ონიქსის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. თითოეულ გემზე დამონტაჟებულია Pantsir M საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კარგად არ გამოვიდა, არა რუსეთო. გარდა ამისა, კარაკუტს უნდა ჰქონდეს პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე 66.2 მიანი ქვემეხის სამაგრი, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას თვითფრინავების, რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად. ამ ყველაფერს მიზეზით გიყვებით. ის კარაკუტ კლასის გემი, რომელსაც უკრაინამ დაღესტანში დაარტყა, სულაც არ იყო დაუცველი. სინამდვილეში პირიქით იყო. გემი აღჭურვილი იყო ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებიც უკრაინის თავდასხმას უნდა შეეჩერებინა. ნიშნულობა არ აქვს, რომ გემი პორტში იდგა. თუნდაც რუსეთის მეზღვაურები აქტიურად არ მართავდნენ თავდაცვას, გემზე ან მის გარშემო არსებული რადარები უნდა დაენახათ უკრაინის დრონების მოახლოება. ეს პუტინისთვის მრავალ მიმართულებით დამამცირებელია. უკრაინის დრონებმა მოახერხეს თავიანთი საზღვრებიდან შორს, კასპიის ზღვის რეგიონში, დაღესტანში ჩასვლა. ისინი ბევრად ადრე უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ის დრონებიც რუსეთის რადარის სისტემებს უნდა დაეფიქსირებინათ, მანამდე სანამ ისინი დაზიანებულ გემთან მიახლოვდებოდნენ. კიდევ ერთხელ რუსეთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. და ამას კიდევ მეტი მარცხი დაემატა, რადგან რუსეთის სარაკეტო კორვეტის საჰაერო თავდაცვის სისტემების მთელი რიგი თუ საერთოდ გააქტიურდა, ვერაფერს მოხდა. ეს არაფერიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ამას რუსეთისთვის უფრო ფართო შედეგები აქვს, ვიდრე უბრალოდ ის, რომ უკრაინამ კიდევ ერთი სამხედრო გემი დრონებით დააზიანა. უკრაინა იუწყება, რომ სამხედრო გემზე მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ ზუსტდება. თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინამ იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენა გემს, რომ ის მწობრიდან გამოიყვანა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები შესაძლებლობა ექნება კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით საჰაერო დარტყმები განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მნიშვნელოვანია. კალიბრი უკვე დიდი ხანია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისთვის. სარაკეტო თავდაცვის ადვოკატირების ალიანსის ინფორმაციით, ეს ფრთოსანი რაკეტები 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილზე გადაადგილდება და მათი გაშვება როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან არის შესაძლებელი. ისინი ატარებენ 450 კილოგრამიან ჩვეულებრივ საბრძოლო ქობინს და ასევე ცნობილია, რომ ბირთვული ქობინის ტარებაც შეუძლიათ. ეს თავისთავად პრობლემაა უკრაინისთვის. ის ფაქტი, რომ კალიბრის რაკეტებმა უკრაინას არაერთხელ დაარტყეს სტარსულშიც, ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში, როდესაც პრავდა იუწყებოდა მათი შავი ზღვიდან გაშვების შესახებ, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ცნობას, რომ ამ რაკეტებიდან ნებისმიერ მათგანს შეიძლება ბირთვული ქობინი ჰქონდეს. ნუ დაუკნინებთ იმ ფსიქოლოგიურ გავლენას, რასაც ეს იწვევს. პუტინი არაპროგნოზირებადია და სიხარულით ისხრის ბირთვულ მუქარებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდო რომ ის ამას გააკეთებს, როგორც უკრაინის ომის 4 წელზე მეტი გვიჩვენებს, ყოველთვის არსებობს შანსი. ყოველ შემთხვევაში შანსი არსებობს, თუ რუსეთის ბირთვული ქობინების გადამტანის საშუალებები შეძლებენ გაშვებას. უკრაინა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მათგანი თამაშიდან ამოაგდო. კალიბრის რაკეტებით საშიშია, რადგან მათი გაშვება შესაძლებელია პატარა სამხედრო გემებიდან, როგორიცაა კარაკუტის კლასის გემი. რაც უფრო პატარაა გემი, მით უფრო ადვილად შეუძლია რადარის ქვეშ მოძრაობა და მით უფრო რთულია საპასუხო დარტყმის მიღება. უკრაინამ ეს ყველაფერი გადალახა. როგორღაც მან იცოდა, სად იყო რუსეთის რაკეტმზიდი კორვეტი და შეძლო, რომ დრონებით მინიმუმ ერთი პირდაპირი დარტყმა მიეყენებინა. ეს შთამბეჭდავია. ეს აჩვენებს, რომ უკრაინის სადაზვერო ქსელი ისეთივე ღრმად აღწევს, როგორც მისი დრონები და ვლადიმირ პუტინი თავს იტკიებს, ცდილობს გაარკვიოს, რა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინამ აღარ გაიგოს ამდენი რუსეთის თითქოს და დაფარულ სამხედრო რესურსებზე. მას ბევრი არაფერი შეუძლია. ეს პუტინის პრობლემებიდან ყველაზე უმცირესია. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავია უკრაინის დარტყმა დაღესტანში, ამ ყველაფრის უკან ბევრად უფრო დიდი საკითხი დგას, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მოუწევდა გამკლავება. რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვაო ბრძოლა რუსეთისთვის უფრო მძიმე ახალ ეტაპზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვა ერთადერთი არენა არ არის, რაზეც რუსეთს უნდა ედანდოს. ახლა კასპიის ზღვაც თამაშია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი იცვლება საზღვაო ფრონტზე და ეს დარტყმა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.
და სწორედ ასეთი რამ არის მიზეზი, რატომაც ვქნით The Military Shows, რათა გამოვიკვლიოთ, როგორ მოძრაობს ძალა რეალურად და როგორ შეიძლება შეიცვალოს ბრძოლის ველი, როდესაც ახალი ტექნოლოგია წინა პლანზე გამოდის. თუ არხზე ახალი ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. რუსეთს წარმატება არ ქონია უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფრონტზე. როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, შავი ზღვა რუსეთის დომენად ითვლებოდა. ეს მარტივი ვარაუდი იყო. მრისხანე შავი ზღვის ფლოტს მისივე სახელობის ზღვაზე უნდა ებატონა. მით უმეტეს, რომ უკრაინას რეალური საზღვაო ძალა არ ყავს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. რა თქმა უნდა, 2026 წელს ვიცით, რომ ეს არ მომხდარა. 2024 წლის მარტისთვის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მე-13 უკრაინული რაკეტებისა და დრონების იერიშების შედეგად წყობრიდან იყო გამოყვანილი. დღეს შავი ზღვის ძალთა ბალანსი სრულიად შეიცვალა. რუსეთის ფლოტი ფაქტობრივად უსარგებლოა, რადგან სევასტოპოლიდან ნოვოროსისკში შტაბის გადატანის შემდეგ მხოლოდ რაკეტების გაშვებით შემოიფარგლება. შავი ზღვა ნამდვილად უსაფრთხო არ არის, მაგრამ ის აღარ წარმოადგენს იმ ომის მომგებ გზას, რომლითაც ბევრი სვარაუდით უკანონოდ ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინაში უნდა შეჭრილიყვნენ. მაინც პუტინს შეეძლო შავი ზღვის გავლენის დაკარგვის გადატანა. ეს იდეალური არ იყო, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით ჯარის და ტექნიკის უკრაინაში გადაყვანა სხვა გზებით. და მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტი ძლიერ ზიანს იღებდა, პუტინს მაინც შეეძლო თავი დაემშვიდებინა იმ რწმენით, რომ უკრაინა შავი ზღვის ფარგლებს გარეთ ხომალდებს არ შეუტევდა. ეს ყველაფერი იცვლება და ეს პუტინისთვის დრიდი პრობლემაა. უკრაინას ნამდვილად არ დავიცნებია შავი ზღვა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ დრონები დაღესტანში შევიდოდნენ, უკრაინამ ნოვოროსიისკში 2 ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერი დაარტყა, რათა პუტინისთვის შეეხსენებინა, რომ ოდესღაც ძლიერ შავი ზღვის ფლოტს შავ ზღვაში ძალა აღარ აქვს. მაგრამ პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინამ საზღვაო კამპანიის მასშტაბი ისე გააფართოვა, რომ ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წყლის აუზით. რუსული სარაკეტო კორვეტის განადგურება კასპიის ზღვაში ამის დასტურია, მაგრამ ეს სულაც არ არის ერთადერთი მაგალითი, რაც უკრაინის განვითარებულ საზღვაო სტრატეგიას მოწმობს. ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინა შორმანძილზე აქტიურად მოქმედებს, ანადგურებს რუსულ სამხედრო გემებს და ეგრეთ წოდებულ ჩtildeოვან ფლოტის ტანკერებს. დეკემბერში უკრაინამ პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს ხმელთაშუა ზღვაში, როდესაც 2000 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ადგილზე თავდასხმით კრიტიკული დაზიანება მიაყენა გემ კენდილს. რამდენიმე თვის შემდეგ მარტში რუსეთმა უკრაინული დრონები დაადანაშაულა თხევადი ბუნებრივი გაზის ტანკერის ჩაძირვაში ხმელთაშუა ზღვაში. Arctic მეტაგაზი ლიბიასა და მალტას შორის დაარტყეს და გავრცელებულია ხმები, რომ უკრაინამ ლიბიაში რამდენიმე ბაზა შექმნა, რაც მას საშუალებას აძლევს პუტინის მცდელობებს ხმელთა და 3 მაისს რუსეთის კიდევ ერთი კარაკუკის კლასის სარაკეტო გემი, საპატრულო ნავი და კიდევ ერთი ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერი უკრაინის ავიადარტყმამ დააზიანა პრიმორსკის პორტში, ლენინგრადის რეგიონში. ეს ბალტიის ზღვის პორტია, რაც აჩვენებს, რომ უკრაინა თავის ბადეს როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით აფართოებს. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ საუბარს იმაზე, რომ უკრაინა გემებს ისევ და ისევ ანადგურებს, მაგრამ ჩვენც კი არ ველოდით, რომ ამ ანგარიშებს ძირითადად შავი ზღვის გარეთ ოფხომალდებზე მოგაწოდიდით. პუტინსაც არ ქონდა ეს მოლოდინი და ის ნამდვილად ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ უკრაინა გახდა შორმანძილზე მოქმედი ძალა, რომელსაც შეუძლია რუსული გემების განადგურება ომის მის მიერ დაწყებული ბრძოლის ველიდან 2000 კილომეტრის რადიუსში და ზოგჯერ კიდევ უფრო შორსაც კი. რუსეთის არც ერთი გემი აღარ არის უსაფრთხოდ. მაშინაც კი, როცა უკრაინას არ აქვს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ გემებზე დარტყმა, ის აშენებს ბაზებს შორეულ ქვეყნებში, რათა შეამციროს მანძილი, რომელიც მის დრონებს უნდა დაფარო. ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ უკრაინის შორმანძილზე დარტყმების კამპანიის ევოლუციას. ქვეყანა, რომელიც ადრე მცირე მოთამაშე იყო შორმანძილზე დარტყმის დრონების სფეროში, ახლა რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უტოლდება. პარიტეტი უკვე მიღწეულია. ეხლა უკრაინა წინ გადის. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ხრმად ვისაუბრებთ, ხომ არ გონიათ, რომ უკრაინა გაჩერდა მხოლოდ დაღესტანში რაკეტმზიდი კორვეტის განადგურებით. რა თქმა უნდა, უკრაინას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა მარაგში. უკრაინის შორმანძილზე დარტყმების თავისებურება ის გახდა, რომ ისინი ერთ ღამეში რამდენიმე სამიზნის განადგურებას მოიცავს. და უკრაინის ყურადღება გაყოფილი იყო დაღესტანსა და ოკუპირებული ტერიტორიების შუამანძილის ზონას შორის. ლუგანსკის რეგიონში, რომელიც დონბასის ნაწილია და რეგიონია, რომელიც რუსეთმა პრაქტიკულად უკრაინას წაართვა, დრონები დაფრინავდნენ. უკრაინის პილოტებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ სარდლობის პუნქტს სოზნივკაში, რაც შეზღუდავს პუტინის შესაძლებლობას ლუგანსკიდან ჯარები წინ წაიყვანოს და დონბასში უფრო ხრმად შეიჯრას. შეტევები მაინც გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სარდლობის პუნქტი განადგურებულია. პუტინს არ აინტერესებს ის ხალხი, რომელსაც სასაკლაოდ აგზავნის, მაგრამ ეს შეტევები არაკოორდინირებული და ქაოტური იქნება, რაც უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში მათ ადგილს სამიზნედ აქცევს. ასევე ლუგანსკში უკრაინამ გაანადგურა საბრძოლო მასალის საწყობი კალმაკივკაში და საცავი სმოლიანი ნოვაში. ჩვენ არ ვიცით რა ინახებოდა იმ ობიექტში, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იყო მარაგები, რომლებიც რუსეთის ლოგისტიკასა და წინახაზის მომახაზის მომარაგების ჯაჭვს უზრუნველყოფს. სავარაუდოდ საბრძოლო მასალის საწყობში ინახებოდა საარტილერიო ჭურვები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინული პოზიციების დასარტყმელად შტყმელად შედოს. ასე რომ შესანიშნავი ამბავია პუტინის მარიონეტებისთვის ლუგანსკის ფრონტზე.
სარდლობის პუნქტები განადგურებულია და ახლა მათ აღარ აქვთ საბრძოლო მასალა ან მარაგები, რომ უკრაინას პასუხი გასცენ. ფიქრობთ, ერთადერთი რაც მათ დარჩათ არის პირდაპირ სასიკვდილო ზონებში გაქცევა. ყველა მიცის როგორ დასრულდება ეს. დონბასში თავისი გამანადგურებელი იერიშების სერიის დასასრულებლად უკრაინამ ასევე დონეცკს დაუმიზნა. იაზნას დასახლების მახლობლად უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებმა გაანადგურეს სარდლობისა და მართვის პუნქტი, რომელსაც რუსეთის დრონის ოპერატორები იყენებდნენ. ირონია მართლაც შესანიშნავია. დრონის სარდლობის პუნქტის განადგურება იმავე ტიპისი არ არის, რომელსაც ამ პუნქტში მყოფი ადამიანები აკონტროლებენ, შურის ძიების ისეთი დარტყმა, რომელსაც უკრაინაში ყველა მხარს უფელა მხარს. და დამატებით უკრაინამ დარტყმა მიაყენა რუსი სამხედროების თავმოყრას დონეცკის დასოას რაიონში, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონში. ლუგანსკს მაინც დარჩა რამდენიმე ჯარისკაცი თავის შეტევებისთვის. დონბასის სხვა ნაწილებში კი თავად ჯარისკაცებს ანადგურებენ მანამდე, სანამ ისინი ფრონტის ხაზთან მიახლოვდებიან. პუტინის ზურგი ტკივა, მისი სარაკეტო კორვეტი დაზიანებულია, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული დრონების კვალი ჩანს. და ეს ყველაფერი სიმბოლურია ახალი მიდგომისა, რომელიც უკრაინამ 2026 წელს დანერგა შორმანძილზე ბრძოლისას და რომელიც სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდა რუსეთისთვის. უკრაინის შორმანძილზე დარტყმები ახალი არ არის. წლებია ის უშვებს დრონებსა და რაკეტებს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაღესტანამდე და ისეთ ადგილებამდე, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვა, მისვლა ერთ-ერთი ახალი ასპექტია, რომელიც უკრაინამ დაამატა ამ ბრძოლაში. და ამას ემატება ისეთი მასშტაბი, რომლის განხორციელებაც 2026 წლამდე მხოლოდ რუსეთს შეეძლო. უკრაინა რამდენიმე ფრონტზე აფართოებს თავის მოქმედებებს. მისი შორმანძილზე მოქმედი არსენალი ახლა უფრო დიდია და დასალურ ტექნოლოგიაზე ნაკლებად არის დამოკიდებული ვიდრე ოდესმე. არასწორად ნუ გამიგებთ, უკრაინა კვლავაც იღებს ისეთი იარაღებს, როგორიცაა Storm Shadow-ი და ATACMS-ი და სიამოვნებით გამოიყენებს მათ, როცა კი შესაძლებლობა ექნება. მაგრამ საშუალო მანძილის დრონების ახალი თაობა შესაძლებელს ხდის ისეთ თავდასხმებს, როგორიც დონბასში ვიხილეთ. დრონებისა და რაკეტების გაძლიერებული წარმოება იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გააფართოოს თავისი მოქმედების არეალი, განსაკუთრებით საზღვაო კამპანიაში, ისეთ ტერიტორიებამდე, რომელთა მიღწევაც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა. დავით კირიჩენკო, Forbes-თან ამბობს, რომ უკრაინის მზარდი შესაძლებლობები შეიძლება განსაზღვროს ომის შემდეგი ფაზა, როცა 2026 წელი წინ მიიწერს. და რთულია მის აზრს არ დაეთანხმო. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ფლამინგო დრონ რაკეტის ჰიბრიდმა უკვე მარტისთვისაც კი მრავალი სამიზნე ზუსტად დაარტყა 1400 კილომეტრამდე მანძილზე და მას შემდეგ კიდევ უფრო შორს მიდის. თუ ადრე შორ მანძილზე დარტყმებს მცირე ზომის დრონებით ახორციელებდნენ, რომლებსაც საბრძოლო ძალა არ ჰქონდათ, ახლა ეს უკვე ღრმა შეტევებია, რომელსაც გაცილებით დიდი დრონები ახორციელებენ და ასობით კილოგრამი ასაფეთქებელი ძალით ურთმრავენ სამიზნეებს. დაღესტანში მდგომმა რუსულმა სამხედრო გემმა ეს მწარედ იწუნია. და უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების სტრატეგიის გაძლიერება გვაჩვენებს, რომ ქვეყანა ომის გადამწყვეტ ასპექტად ზუსტ დარტყმებს მიიჩნევს, როგორც ახლო, ისე ღრმა უკანა ხაზებში. აი ამიტომ ხედავთ ასეთ გრძელვადიან კამპანიას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს გაანადგუროს სამხედრო გემი დაღესტანში და ამავდროულად დაარტყას საკუთარ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებს. დაარტყე რუსეთს ხშირად და ძლიერად და ბზარები აუცილებლად გამოჩნდება. სამხედრო და ფსიქოლოგიური სარგებელი უკვე აშკარაა. უკანასკნელ შემთხვევაში პუტინი იმდენად შეშინდა უკრაინის დრონების და მათი პოტენციალის, რომ 9 მაისის გამარჯვების აღლუმი ისე შეამცირა, რომ მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ ვერსიაში სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ ყოფილა. პუტინმა ასევე ცეცხლის შეწყვეტას ემუდარეებოდა, რაც თავისთავად იყო აღიარება იმისა, რომ უკრაინას შეუძლია დაარტყას თითქმის ნებისმიერ ობიექტს რუსეთის შიგნით და ბევრ ობიექტს მის ფარგლებს გარეთ, მაშინ როცა მოისურვებს. უკანასკნელ წუთს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს საბოლოო შეურაცხყოფა მიაყენა, როცა უთხრა, რომ უკრაინა მისცემდა ნებას თავისი შემცირებული აღლუმი ჩაეტარებინა. კიდევ ერთი დამცირება, რომელიც დაემატა რუსეთის დასუსტებული ლიდერის სირცვილების სიას. ახლა ციფრები თავატყვებიან ამბავს. შორ მანძილზე მოქმედი დრონების შესახებ 2024 წლის აგვისტოს შემდეგ უკრაინა შორ მანძილზე დრონებით დარტყმებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა რუსეთს, მაგრამ ახლა უკვე გადაასწრო თავის მტერს. იმ აგვისტოში უკრაინამ სამხედრო სამიზნეებზე 1000 დრონი გავშვა. 2025 წლის ივლისისთვის ეს რიცხვი 3000-მდე გაიზარდა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია ვიდრე 1 წლის წინ განხორციელებული დარტყმები. თუმცა მაინც შორს არის იმ დრონული თავდასხმების რაოდენობიდან, რაც რუსეთმა განახორციელა. შემდეგ მივდივართ 2026 წლის მარტამდე და ამბავი ხდება ის, რომ უკრაინა ლიდერობაში გადადის. რუსეთმა განაცხადა, რომ მარტში 7347 დრონი ჩამოაგდო, ხოლო უკრაინამ თქვა, რომ იმავე პერიოდში 6462 რუსულ დრონს დაუპირისპირდა. ეს ნამდვილი გარდატეხაა და ეს არის ძახილის ნიშანი იმ განცხადებაზე, რომ უკრაინის შორ მანძილზე კამპანია ახლა უფრო დიდი, უკეტესი და ძლიერი გახდა ვიდრე ოდესმე. ეხლა დაღესტნიდან დონეცკამდე უკრაინის დრონები დაფრინავენ. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ისინი დაფრინავენ, ისინი მიზნებსაც ზუსტად ხვდებიან. ვლადიმერ პუტინი შეშინებულია იმით, რასაც ეს ნიშნავს. 9 მაისის გამარჯვების აღლუმი ამის მტკიცებულებაა.
თქვენ შეგიძლიათ თქვათ კიდეც, რომ უკრაინის მიერ რაკეტმზიდი კორვეტის განადგურება დაღესტანში უბრალოდ ვლადიმერ პუტინისთვის იმის ჩვენება იყო, რომ მათ მარტივად შეეძლოთ მოსკოვისთვისაც დაედგათ ამ აღლუმის ნებისმიერ მომენტში. ვლადიმერ პუტინს სურდა მისი ცეცხლის შეწყვეტა, კარგი მაშინ შეუძლია დაკარგოს სამხედრო გემი და გაუმკლავდეს იმას, რომ ოკუპირებულ რეგიონს დაბომბავენ. უკრაინამ შექმნა საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია, რაც კი ოდესმე შეეძლო ქონოდა. მან ახლახან რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა დაღესტანში და როცა კიდევ ერთი მისი სამხედრო გემი იწოდა, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ის დარჩა, იტიროს იმაზე, რომ ახლა უკრაინას შეუძლია დაარტყას ნებისმიერ რამეს, ნებისმიერ ადგილას, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რუსეთისთვის. უკრაინისგან თანაგრძნობა არ იქნება. მხოლოდ კიდევ მეტი დრონი, სანამ ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ არ მიხვდება ყველაფერს. და თავისი განვითარებული ღრმა დარტყმის სტრატეგიის წყალობით, უკრაინა აიძულებს ვლადიმერ პუტინს დაკარგოს კონტროლი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთი იწვის. უკრაინა თითქმის ყოველდღე ატენებს დარტყმებს. პრუსი ხალხი გაბრაზებულია ომით, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო და რომელიც ახლა მათ კარზეა მისული. და რას აკეთებს ვლადიმერ პუტინი? ის იმალება თავის ბუნკერებში, როცა მისი ქვეყანა მის გარშემო ინგრევა. ვლადიმერ პუტინი ახლა შიშში ცხოვრობს და ასეც უნდა იყოს. უკრაინელებიც და რუსებიც მის კი მის კვალზე არიან და ყველაფერი რაც მას დარჩენია არის ის, რომ დამალული იყოს და ყველასგან მოშორებით, როცა ცდილობს თავისი წარუმატებელი შეჭრა თავიდან მოაწყოს. როდესაც შიში იპრობს მის გულს, ვლადიმერ პუტინი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს და იმალება საიდუმლო ბუნკერებში. რადგან ეშინია ყველაფრის, რაც მის გარშემო ხდება. მკვლელობის მცდელობებმა რუსეთის პრეზიდენტი შეშინებული დატოვა და ის ფაქტი, რომ უკრაინას არამხოლოდ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი აქვს, რომელსაც მოსკოვამდე შეუძლია მიღწევა, არამედ ღრმა დარტყმების ტაქტიკაშიც ლიდერობს, ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ვერსად. ეს აღნიშნულია გაჟონილ ევროპულ სადაზვერვო ანგარიშში, რომელსაც გაზეთი ინდეპენდენტი D6 მაისს აშუქებდა. ანგარიში ამბობს, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული ძლიერი ლიდერი იმდენად შეშფოთებულია საკუთარი უსაფრთხოებით, რომ თავისი დროის უმეტეს ნაწილს კრასნოდარის რეგიონში არსებულ ბუნკერში მალვაში ატარებს. ანგარიში ჰიტლერის ბოლო დღეებთან პარალელები პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ მსგავსებები აშკარა. ზუსტად ისე, როგორც ნაცისტების დაცემამდე მოხდა, როდესაც ადოლფ ჰიტლერი თავის ბოლო თვეებს უსაფრთხოდ მიჩნეულ თაშესაფარში ატარებდა და გამარჯვებაზე ლაპარაკობდა. ვლადიმერ პუტინიც მიწისქვეშ იმალება და ცდილობს უხელმძღვანელოს კამპანიას, რომელიც უკრაინაში მარცხს განიცდის. რუსეთის ლიდერის გარშემო უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არავის აქვს პუტინთან მიახლოების შანსიც კი, თუ არ გაივლის ფედერალური დაცვის სამსახურის მკაცრ შემოწმებას. მზარეულები, ფოტოგრაფები და თვითის მცველებიც კი, რომლებიც პუტინის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, უმკაცრესად მოწმდებიან. და ახლა თუ პუტინთან მუშაობ, შეგიძლია დაემშვიდობო პირადი ცხოვრების ნებისმიერ ნიშანს, რაც კი ოდესმე ჰქონდა. პუტინის ყველა თანამშრომელს ტელეფონებს ართმევენ და მათ ნაცვლად აძლევენ სპეციალურ ბუნკერის ტელეფონებს, რომლებსაც ინტერნეტთან დაკავშირება არ შეუძლიათ. მის უახლოეს წრეშიც კი პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომუნიკაცია შეზღუდოს. თქვენ შორის ცინიკოსები შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ინტერნეტი პუტინის ყველაზე დიდ მტრად იქცა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები, რომ ის ჩვეულებრივი რუსებისთვის ტელეგრამზე წვდომას ზღუდავს. ამ ქმედებით პუტინმა კიდევ უფრო გააღიზიანა საკუთარი საზოგადოება. მაგრამ ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდებით. სხვა გიჟური უსაფრთხოების ზომები ბევრად ნაკლებად ფარულია და მთელ რუსეთს მოიცავს. 5 მაისს The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავდა მოსკოვში აეროპორტების დახურვას და მოქალაქეებისთვის მობილური ინტერნეტის გათიშვას, იმ დიდებული გამარჯვების დღის აღლუმის წინ, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ეძუნებოდა. ის აღლუმი სრული ფიასკო აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 9 მაისის დიდ დღეს მოიცავდა სავარაუდოდ სასოწარკვეთილი მცდელობით საკუთარი თავის დასაცავად, რადგან მას საჯაროდ გამოჩენა მოუწია. რუსეთმა ასევე პირველად არ გამოიტანა სამხედრო ტექნიკა საჩვენებლად, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს გამარჯვების დღის აღლუმის მთავარ ნაწილად აქცია სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვერაფერი მიუახლოვდეს. და რუსი ლიდერის პარანოიის, სასოწარკვეთისა და შიშის კომბინაცია ნათლად ჩანს იმითაც, რომ მან უკვე მიატოვა ის, რაც ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის, მისი რეზიდენციები. ყველა მათგანი. The Independent იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტა მისთვის მოსკოვსა და ნოვგოროდის ოლქში აშენებულ სასახლეებში წასვლა. ეს უკვე რამდენიმე თვე აგრძელდება, მას შემდეგ რაც დეკემბრის ბოლოს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ სახლს შორ მანძილზე მოქმედი დრონებით შეუტია. უკრაინა უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ვლადიმერ პუტინისადმი თანაგრძნობის გაღვივებას, მაშინ როცა ის ყველაფრის მიმართ გაუთავებელ ეჭვებში იხლართება. მაგრამ სიმართლეა თუ არა, ეს თავდასხმა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინს თავისი მდიდრული ცხოვრება დაეთმო და თვეები ბნელ ბუნკერებში დამალვაში გაეტარებინა, მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა ეს აუცილებელი იყო. თუ რა თქმა უნდა, ის ორეულებსაც არ იყენებს. დიდი ბრიტანეთის MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დილავი იანვარში აცხადებდა, რომ დარწმუნებულია, პუტინი სწორედ ამ ტაქტიკას იყენებს, რათა თავიდან აიცილოს საჯარო გამოჩენები. საბოლოოდ უკეთესია, რომ ორეული მოკვდეს, ვიდრე თავად ძლიერი კაცი.
საუბარი ძლიერ ადამიანებზე რომ მიდის, შიშით დამალვა ყველაზე ნაკლებადაა ის, რასაც ასეთი წოდების მქონე ვინმესგან ელოდები, მაგრამ პუტინი ამას აკეთებს და ყველას ერთი დიდი კითხვა აქვს. რატომ? მარტივი პასუხი კი შიშია. მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმაა. პუტინი ყველაფრის ეშინია, უკრაინიდან დაწტებული, საკუთარი ხალხიც დამთავრებული. რადგან მის გონებაში შექმნილი საშიში სიტუაცია ყოველჯერზე უფრო მძაფრდება, როცა რაიმე შემთხვევა, თუნდაც უმნიშვნელოდ მიანიშნებს, რომ ის საფრთხეშია. დავიწყებთ ყველაფრის გამომწვევით, მკვლელობებით. ბოლო რამდენიმე თვეში რუსეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ან დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა საშინაო ვითარებაში. ამჯერად ეს არ არის პუტინი, ვინც ხალხის ფანჯრებიდან გადაკრის ბრძანებას გასცემს. მოკავშირეები და ახლო გარემოცვის წევრები რუსი ლიდერის გარშემო ერთი მეორის მიყოლებით იღუპებიან. თებერვალში რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი ვლადიმირ ალექსეევი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეა, უცნობმა თავდამსხმელმა დაჯრა. კაცმა, რომელსაც თითქოს ყველგან უნდა კონდეს თვალები, ვერ დაინახა საფრთხე, რომელიც პირდაპირ მასთან მოდიოდა. ალექსეევზე თავდასხმა მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა იმ მკვლელობებისა ან მკვლელობის მცდელობებისა, რომლებიც რუსეთის მნიშვნელოვან ფიგურებს ეხება. რუსეთი ყველა მათგანში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინა ამაზე არ საუბრობს, ყოველ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ ასეთი რამეები ხდება. 2024 წელს გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი, რომელიც რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი იყო, დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსთან დანაღმული სკუტერი აფეთქდა. მაგრამ შესაძლოა ამ მკვლელობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ ის, რამაც პუტინი აიძულა, რომ თავი დაემალა, 2025 წლის დეკემბერში მოხდა. გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სავოროვი ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსეთის არმიის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სავოროვი რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, სანამ მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვლებოდა. ზუსტად ისე, როგორც კირილოვის შემთხვევაში, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, იცოდა, სად იქნებოდა სავოროვი და შეძლო მოსკოვის გულში შეღწევა, რათა თავდასხმა განეხორციელებინა. და ასე უბრალოდ, ადამიანი, რომელსაც რუსეთში კვეთში ყველა, მათ შორის პუტინიც, ჩეჩნეთის ომებსა და სირიაში მისი ქმედებების გამო ომის გმირად მიიჩნევდა, ტვერად იქცა. არ არის დამთხოვა, რომ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, რომლებიც პუტინმა შემოიღო, სავოროვის სიკვდილის შემდეგ ამოქმედა. მოსკოვში მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქება პუტინისთვის გამოფხიზლების ზარი იყო, რადგან მიხვდა, რომ უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. როგორ შეძლებს პუტინი ოდესმე კვლავ გამოჩნდეს რუსეთის დედაქალაქში, უზარმაზარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე? სუსტი მხარის უმცირესმა მინიშნებამაც კი შეიძლება მკვლელი ჩრდილებიდან გამოძვრეს. ამიტომ პუტინის აზრით ბევრად სჯობს, რაც შეიძლება მეტად დამალული დარჩეს. ინდეპენდენტის მიხედვით სავოროვის სიკვდილმა კრემლშიც დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ცალკეული პირები და მთელი სააგენტოები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რათა პუტინის რისხვას თავი არიდონ. მაგრამ ამ თავდასხმის ნამდვილი შედეგი ნათელია. პუტინი დამალულია და მან რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურს, ანუ FSO-ს, აქამდე არნახული ძალაუფლება მიანიჭა, სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დეკემბერში პუტინმა შეცვალა FSO-ს რეგულაციები, რათა 10 მაღალი რანგის გენერლისთვის გაძლიერებული დაცვა უზრუნველყო, რადგან პუტინმა იცის, რომ მათი დაკარგვა არ შეუძლია. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ალექსეევი ამ სიაში არ მოხდა. ან მოხდა, მაგრამ მაინც ესროლეს. FSO-სთვის ამდენი ძალაუფლების გადაცემა პუტინისთვის სიგიჟეა. რობერტ ლანსინგის ინსტიტუტის თქმით, FSO-მ ეს ძალაუფლება გამოიყენა პუტინის გადაადგილების მკაცრად შესაზღუდად და შესაძლოა სწორედ ისინი არიან ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი ახლა თავის დროთა უმეტესობას მიწის ქვეშ ატარებს. ეს ევოლუცია დამახასიათებელია პერსონალისტური რეჟიმების გვიან ეტაპისთვის, როდესაც ისინი შიდა საფრთხეს გრძნობენ. ინსტიტუტის თქმით, საჯარო გამოჩენის შეზღუდვა ამცირებს მოწყვლადობას არა მხოლოდ კინეტიკური საფრთხეების, მათ შორის დრონების მიმართ, არამედ შიდა რისკების მიმართაც. თითქოს და ფედერალური დაცვის სამსახური იცის, რომ გარდაუვალი ახლოვდება და სურს იყოს ის ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, როცა ვლადიმირ პუტინის საბოლოოდ აღარ იქნება. კონსპირაციულად განწყობილები იტყვიან, რომ ფედერალური დაცვის სამსახური სიხარულით აძლევს ბიძგს უნდობლობის ცეცხლს, რომელიც ახლა აშკარად ჩანს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პუტინისთვის კიდევ ერთი პრობლემაა, ჩვენ ვერ უგულებელყოფთ იმ კინეტიკურ საფრთხეებს, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემუქრება. უკრაინის დრონები ისეთივე საფრთხეს წარმოადგენენ ცაში, როგორც მკვლელები ჩრდილებში. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. 4 მაისს უკრაინამ გაუშვა დრონი მოსკოვ სიტის მიმართულებით, რომელმაც შეძლო ქალაქის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემის აცილება და პირდაპირ დარტყმა მიაყენა მოსპილმის კოშკს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ელიტური ცათამჯენი უკრაინის ნამდვილი სამიზნე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს თავდასხმა გამარჯვების დღის აღლუმამდე ერთ კვირაზე ნაკლებად ადრე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ 3 კილომეტრში მოხდა, პუტინისთვის მკაფიო გზავნილი იყო. უკრაინას შეუძლია მოსკოვს დაარდრას. შენ საკუთარ დედაქალაქშიც კი უსაფრთხოდ არ ხარ. პუტინი უკრაინის დრონების ეშინია და ასეც უნდა იყოს.
ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინა მიზანმიმართულად ახორციელებს შორმანძილზე დარტყმების კამპანიას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აჩვენებს, რომ მას შეუძლია უფრო ღრმად, უფრო ხშირად და ბევრად უფრო დიდი ინტენსივობით დაართვას, ვიდრე ოდესმე აქამდე. უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანია იმდენად ინტენსიური გახდა, რომ სამართლიანად შეიძლება ითქვას, პუტინისთვის რუსეთში თითქმის აღარ დარჩა უსაფრთხო ადგილი. ყოველ შემთხვევაში იქ მაინც არა, სადაც მას ყოფნა მოუნდებოდა. ამას ვხედავთ დრონების რაოდენობის ზრდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც United 44 მედია იუწყება, 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ რუსულ სამხედრო ობიექტებზე ცოტა მეტი ვიდრე 1000 დრონი გაუშვა. 2025 წლის ივლისისთვის ეს რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. შემდეგ 2026 წლის მარტში, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს, რომ უკრაინამ რუსული ზურგის ობიექტებზე დაახლოებით 7000 შორმანძილზე მოქმედი დრონი და რაკეტა გაუშვა. ეს უბრალოდ გამწვავებისთვის არ არის. ერთი თვის განმავლობაში 7000 დარტყმით უკრაინამ ოფიციალურად გადააჭარბა რუსეთის ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებლებს. რა თქმა უნდა, პუტინს მხოლოდ მასშტაბი კი არ აშინებს, არამედ სიღრმეც. როგორც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი აღნიშნავს, რუსეთის ტერიტორიაზე 2000 კილომეტრამდე სიღრმეში აღარ არის უსაფრთხო, ახალი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონებისა და დრონ-რაკეტის ჰიბრიდებისგან, რომლებიც უკრაინამ შექმნა. და რუსეთმა იცის, რომ ეს ცარიელი ტრაბახი არ არის. მაისის 5-ის ღამეს რუსეთს იძულებული გახდა გამოეცხადებინა საჰაერო განგაში უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრზე მოშორებით. იმ ღამეს, როდესაც უკრაინამ დრონები გაუშვა, რომლებიც რუსეთის მინიმუმ 18 რეგიონს ესხდნენ თავს. ბროვდის მიერ გამოცხადებული მანძილი სწორედ ამ ერთმა განგაშმა დაადასტურა. რუსეთის მასშტაბით დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა ადასტურებს, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ არა მხოლოდ ზიანი მიაყენონ, არამედ ბევრად უფრო შორს შეაღწიონ, ვიდრე პუტინს ოდესმე წარმოედგინა. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დრონების დარტყმების სიღრმე ბევრ რამეს ცვლის რუსეთისთვის. ნავთობის გადამისამართება უწევთ, რადგან უკრაინა ანადგურებს საექსპორტო ჰაბებს და რუსეთს უფრო ურთულებს საწოვის მიწოდებას ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის. მაგრამ ყველაზე დამაზიანებელი ფსიქოლოგიური კომპონენტია განსაკუთრებით პუტინისთვის. რუსეთის ლიდერმა თავისი შეჭრის უმეტესი ნაწილი გაატარა იმაზე მუშაობაში, რომ იმიჯი შეექმნა თითქოს რუსეთი უკრაინული დარტყმებისთვის მიუწვდომელია. უკრაინას არ ჰქონდა იარაღი და რომ სქონოდა რუსეთი იმდენად დიდი იყო, რომ ეს იარაღი რეალურ სამიზნეებს ვერასდროს მიაღწევდა. ეს ნარატივი დაინგრა. რუსეთის ხალხმა ეს იცის. ინტერნეტზე კონტროლისა და პუტინის ყველა სხვა მცდელობის მიუხედავად, რომ ნარატივი გააკონტროლოს, საჰაერო განგაშის სირენების ხმა, ჰაერში კვამლი და აეროპორტების დახურვა ვერავის შეეშლება. უკრაინის დრონები უფრო ღრმად ურტყამენ და ამ საფრთხის შესახებ პუტინზე უკეთ არავინ იცის. რუსეთის ლიდერი ბუნკერებში იმალება, რადგან სჯერა თუ უკრაინამ გაიგო სად არის, დრონებიც მალე მიადგებიან. პუტინმა ეს ფაქტობრივად თავადაც თქვა, თუმცა თავისი მარიონეტის პირით. კრემლის პრესპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის გარშემო გაძლიერებული უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი განპირობებულია როგორც მკვლელობებით, ასევე იმ წარმატებით, რომელსაც უკრაინის დრონები აღწევენ რუსეთის სიღრმეში დარტყმებით. ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიიღება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს საფრთხე, ამტკიცებს პესკოვი. ეს ეგრეთ წოდებული ტერორისტული საფრთხე იყო მიზეზი, რის გამოც 2023 წლის მაისიდან 2025 წლის დეკემბრამდე რუსეთმა პანცირ S1-ისა და S400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი რაოდენობა პუტინის სახლებში, მოსკოვსა და ნოვგოროდში გადაიტანა. მაგრამ პუტინისთვის უკვე საკმარისი აღარ არის ისიც კი, რომ საკუთარი ჯარისკაცებისა და მათი საჭიროებების ხარჯზე დაიცვას თავი. ის მიწისქვეშეთში გადავიდა, რადგან აღარ ენდობა იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც უკრაინის არსენალის შეჩერება შეუძლიათ. და ის მართალია. უკრაინამ ეს არაერთხელ დაამტკიცა სწორედ ამ სისტემებზე განხორციელებული დარტყმებით. როდესაც რუსეთი იწვის, პუტინი იმალება. მაგრამ ნამდვილი პრობლემა და ის, რასაც კრემლი არასდროს აღიარებს საჯაროდ, ისაა, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინის მკვლელები და დრონები არ აშინებს ასე ძალიან. 4 წელზე მეტი ხნის ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა მოეგოთ, საბოლოოდ რუსეთის ხალხს პუტინის წინააღმდეგ აღენებს, რის გამოც მან შიდა საფრთხის შიში იგრძნო, შესაძლოა უფრო მეტადაც კი ვიდრე უკრაინისგან მომავალი საფრთხის. უკვე ვიწყებთ იმის ნახვას, რომ ღია დაპროტესტებენ თავად ის პროპაგანდისტები, რომლებიც პუტინის ომის გზავნილს ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ახლად ანტიპუტინისტური ხმა ეკუთვნის ილია რომეზლოს, რომელიც ადვოკატია და ადრე სანდო პროკრემლის ოპერატორი იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეში სრულიად შეიცვალა. მარტში რომეზლომ თავის ტელეგრამ არხზე, რომელსაც დაახლოებით 90,000 ადამიანი მიყვება, გამოაქვეყნა ესსე სათაურით. 5 მიზეზი, რატომ შევწყვიტე ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა. ამ ნაშრომში რომეზლომ რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თქვა, რომ ის წარუმატებელ ომს აწარმოებს. ხელისუფლებამ პუტინი შეუქცევადად გააფუჭა, თქვა 42 წლის იურისტმა და როგორც Washington Post აღნიშნავს, ამ მოულოდნელმა ცვლილებამ რუსეთის ძალაუფლების წრეებში განხეთქილება გამოავლინა. პუტინმა ამ ყველაფერზე პასუხად რომეზლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. რომეზლო ახლა უკვე გათავისუფლებულია და აგრძელებს თავის ანტიპუტინურ კამპანიას.
რომეზლო მხოლოდ რუსეთის მრავალ სამართლინო ცნობილ Z ბლოგერს შორის ერთ-ერთია, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი ლიდერის წინააღმდეგ წასვლას. ეს ბლოგერები, რომლებმაც წლების განმავლობაში ბაში გამოიყენეს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Telegram-ი, რათა პუტინის სახელით პროსაომარი განწყობა შეექმნათ, ბოლოს და ბოლოს იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საზოგადოებრივი აზრის ტალღა მათ ლიდერს ეწინააღმდეგება. ისინი დინებას მიხვებიან და შესაძლოა პირველად გამოხატავენ თავიანთ ნამდვილ აზრებს პუტინის ლიდერობის შესახებ. რიბარი, რომელიც Z ბლოგერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, უკვე უკრაინის ომს ჩიხად მოიხსენიებს, რადგან ამ ხელს მეთაურებს, რომლებიც პუტინისგან მალავენ თანაკარგებს და ოფიციალურ პირებს, რომლებიც რუსეთის ჯარისკაცებს ძარცვავენ. უფრო და უფრო ნათელი ხდება მიზეზები, რის გამოც პუტინი ამკაცრებს კონტროლს Telegram-ზე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ანტიპუტინური განწყობები საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კრემლის ერთგულებად ითვლებიან. სულ უფრო ისე ჩანს, რომ თავარი გავლენიანი პირები უფრო თავდაჯერებულად გამოხატავენ საკუთარ აზრს და პუტინს აცნობებენ, რომ მათ არ მოსწონთ, როგორც ის მართავს ქვეყანას. ეს მოხდებოდა პუტინი ბუნკერში რომ არ იყოს გამოკეტილი და რუსეთში არსებულ რეალობას რომ არ იყოს მოწყვეტილი. ძნელია წარმოიდგინო, რომ ასე იქნებოდა. ყოფილი ერთგული პირების მხრიდან ამ საჯარო აღშფოთების ფონზე პუტინის რეიტინგებიც სწრაფად ეცემა. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის უციომის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი 65.6%-მდე დაეცა კვირის ბოლოს. 19 აპრილს ეს უკვე მე-7 კვირაა ზედიზედ, როცა რეიტინგი ეცემა და ბოლო 14 კვირიდან მე-12-ია, რაც კლებას განიცდის. ეს პუტინის რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2018 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საპენსიო რეფორმა გაატარა. ეს ყველაფერი პუტინისთვის ნათელი გზავნილია. რუსეთის ხალხი უკმაყოფილოა. მოსკოვის Times-ი თავის Telegram არხზე იუწყება, რომ შედეგების შემდეგი ტური 1 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს არ მოხდა. შეიძლება იფიქრონ, რომ მიზეზი 1 მაისის დღესასწაულია. მაგრამ VTSIOM-მა ასევე არ გამოაქვეყნა უახლესი შედეგები 4 მაისსაც, რომელიც სამშაბათი დღე იყო. როგორც ჩანს, აქ შედეგების გარკვეული манипуляცია მიმდინარეობს და ეს ყველაფერი აშკარა ნიშანია იმისა, რომ პუტინს აქვს სანერვიულო. თუ მისი რეიტინგები იმდენად დაბალია, რომ თითქოს მისმა ახლო გარემოცვამ უნდა შეაჩეროს ეს მონაცემები ერთი კვირით, რათა მათში ჩარევა შეძლონ, მაშინ პუტინი ნამდვილად თავისი დიქტატურის დასასრულის ფაზაშია. ის იმალება ზუსტად ისე, როგორც ჰიტლერი იქცეოდა თავის ბოლო თვეებში. პუტინი ცდილობს მის გარშემო არსებული ნარატივის კონტროლს, მაშინაც კი როცა ეს ნარატივი იშლება. ახლა უკვე პუტინის მიმართ ღიად გამოხატავენ მტრულ დამოკიდებულებას ყოფილი ერთგული პირებიც კი და უკვე საუბრობენ შესაძლო გადატრიალებაზეც. პუტინი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავისი 26 წლიანი რუსული პოლიტიკის სათავეში ყოფნის განმავლობაში. ის ამას კარგად იცის და როგორც Times-ი წერს, პუტინი სულ უფრო მეტად ხელავს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წევრები მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, რათა ის სცენიდან ჩამოაშორა. გამოცემის მტკიცებით ეს შეთქმულება შეიძლება პუტინის მკვლელობასაც კი მოიცავდეს დრონების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ პუტინს უნდა ეშინოდეს როგორც რუსეთის შიგნიდან მომავალი საჰაერო საფრთხეების, ისე უკრაინიდანაც. აშეშოს მიერ აიათოლა ალი ხომეინის ბუნკერების გამანადგურებელი ბომბებით დაბომბვა, ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ დღეს ირანში პუტინის ნერვებსაც არ წაადგება. ამ დარტყმამ პუტინს ნათლად აჩვენა, რომ უცხოეთის დაზვერვის წარმომადგენლებს შეიძლება ზუსტადაც იცოდნენ, სად იმყოფება ის, მიუხედავად იმისა, რამდენად ცდილობს დამალვას. პუტინი ძლიერ კაცად ყოფნიდან გალიების ლაბირინთში მყოფ ვიხთხად იქცა. სათითაოდ მას გასაქცევი ყველა გზა ეკეტება. პუტინის შიშით სავსე გონებაში ყველა მის წინააღმდეგაა. იცით რა, შეიძლება მართალიც იყოს. და როცა პუტინი იმალება, მისი ძალაუფლება სუსტდება. ეს ყველაზე ნათლად ყირიმში ჩანს. 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმი უნდა ყოფილიყო რუსეთის დომინირების სიმბოლო. ცერცხლის შეწყვეტა სემუდარება. უკრაინას ერთი მკაფიო პასუხი აქვს, არანაირი შანსი. როდესაც რუსეთი ემზადება შემცირებული გამარჯვების დღის აღლომისთვის, რომელიც მისი სისუსტის სიმბოლოდ იქცევა, უკრაინა აძლიერებს ზეწოლას, რათა პუტინს შეახსენოს, რომ რუსეთში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა. მოსკოვი მუხლებზე დგას უკრაინის სასტიკი ღრმა დარტყმების შემდეგ, რაც რაღაც დიდს გვიჩვენებს. უკრაინას შეუძლია რუსეთში ღრმა დაარტყას ისეთ ინტენსივობით, რომელიც პუტინს აშინებს. 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონების ოპერატორებმა რუსეთზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარტყმა განახორციელეს. 347 დრონის როი დაეშვა რუსეთის ტერიტორიაზე. მოიცვა პრაქტიკულად რუსეთის ყველა მნიშვნელოვანი რეგიონი, მათ შორის ყველაზე მთავარი, მოსკოვი. დარტყმა განხორციელდა სულ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთის გრანდიოზული გამარჯვების დღის აღლომი უნდა ჩატარებულიყო. და ეს იყო გაფრთხილება პუტინისთვის, რომ უკრაინას შეუძლია ნებისმიერ დროს დაარტყა სამახულს. მალე მოგიყვებით, რას დაარტყა უკრაინა. ჯერ კი აქ გზავნილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად დარტყმა. რაც უკრაინამ ახლა გააკეთა არის ის, რომ გამოავლინა ფაქტი, რომ მოსკოვი სამიზნეა, მაშინაც კი როცა ის ამაზე მეტად დაცული არასდროს ყოფილა. საერო თავდაცვა უკან არის გადმოწეული და პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის დრონები შეაჩეროს. არც ერთი ეს მეთოდი არ მუშაობს. უკრაინა სულ უფრო სიღრმეში აღწევს.
უკრაინის მასშტაბური ღამის იერიში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი მიზანში ამოიღო რუსეთში, მათ შორის ლოგისტიკურ კომპლექსს მოსკოვის მახლობლად. ექსილანოვა პლუსის სადაც ჩანს ვიდეო, რომელშიც ნაროფომინსკში მდებარე ნარას საწარმოო და ლოგისტიკური ობიექტიდან ამოსული კვამლია დაფიქსირებული. ნაროფომინსკი თავად მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს მასშტაბური ობიექტი, რომელსაც კიევ პოსტის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს, ნუნი მთელი 77 კვადრატულ მილზეა გადაჭიმული და ძირითადად გამოიყენება როგორც სამხედრო ტვირთის საწყობი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აგზავნის თავისი შეიარარებული ძალებისთვის. უკრაინამ ამით არ დაასრულა. მოსკოვი შეიძლება მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ 7 მაისის წინა საღამოს ის ერთადერთი არ ყოფილა. ექსილენოვა პლუსი კიდევ რამდენიმე ვიდეოს აზიარებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც რუსეთის ბრიანსკის რეგიონიდანაა და აჩვენებს, როგორ მოახერხეს უკრაინის დრონებმა რამდენიმე დარტყმის მიყენება რუსეთის ჩამოშლილი საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდისავლით. საერთო ჯამში უკრაინამ მასშტაბური დარტყმისას რუსეთის შიგნით 20 რეგიონი მიზანში ამოიღო, მათ შორის სამარის, ტულის, ტვერის და როსტოვის ოლქები. დარტყმები ასევე განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში, ასევე შავი, კასპიისა და აზოვის ზღვებში მდებარე ობიექტებს. რუსეთი გაბრაზებულია. მან დაუყოვნებლივ დაიწყო პროპაგანდისტული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. იმ ქმედებას, რაც უკრაინამ გააკეთა, ტერორისტულ აქტად მოიხსენიებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქი დაარტყა. ეს რამდენიმე მიზეზის გამო ირონიულია. უკრაინამ მოსკოვში საცხოვრებელ შენობებს არ დაურტყამს. მან დაარტყა სამხედრო ობიექტს, რომელიც რუსჯარებს ფრონტის ხაზზე ამარაგებს. ეს ტერორიზმი არ არის, ეს არის თავდაცვა აგრესორის წინააღმდეგ, რომელმაც შენი მიწები დაიპყრო. და ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთის ბრალდებები ტერორიზმში ფუჭად ჟრერს, როცა ვლადიმირ პუტინი თითქმის ყოველდღე აძლევს ბრძანებას დრონებით დაარტყან უკრაინულ ქალაქებს, მათ შორის კიევს. სინამდვილეში სწორედ წინა დღეს, სანამ უკრაინამ თავისი ბოლო დრონების ტალღა გაუშვა, რუსულმა დრონმა უკრაინაში საბავშვო ბაღს დაარტყა, რაც იყო დარტყმების სერიის ნაწილი, რომელმაც 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ტერორისტია და ეს უდაოდ რუსეთია. რა თქმა უნდა, მოსკოვი ცდილობს უკრაინის თავდასხმა შეამციროს და უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ თითქოს შეძლო უკრაინის 11 დრონის ჩამოგდება და რომ საგანგებო სამსახურები მუშაობენ იმ ადგილებზე, რომელსაც მან ნამსხვრევების დაცემის ადგილები უწოდა. არაფერი თქმულა უკრაინის წარმატებულ დარტყმებზე ნაროფომინსკის ობიექტზე. მაშინაც კი, როცა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ ადის კვამლი იმ ლოგისტიკური ობიექტიდან. როგორც ჩანს, მას ურჩევნია თავი ქვიშაში ჩარგოს. თუ მოსკოვზე წარმატებულ დარტყმაზე არ ისაუბრე, მაშინ ეს დარტყმა თითქოს არც მომხდარა. ფიქრობთ, ესეც ერთ-ერთი გზაა ამასთან გასამკლავებლად. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინის დრონებმა მოსკოვში მიზანს მიაღწიეს. ეხლა დრონების მოსკოვის საჰაერო სივრცეში შეჭრა უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა პუტინისთვის. როგორც უკვე ვთქვით, მკაფიო გზავნილი გაიგზავნა, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ რუსეთში თითქმის ყველგან მიაღწიონ, სადაც საჭიროა და ამას მალე უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი ბევრად უფრო დიდი საკითხი დგას. ის, რაც უკრაინამ ახლახან გააკეთა, ხდება იმ დროს, როცა რუსეთი გამარჯვების დღის აღლუმისთვის ემზადება. ეს აღლუმი, რომელიც საბჭოთა კავშირის გამარჯვებას უნდა აღნიშნავდეს ნაცისტურ ძალებზე მეორე მსოფლიო ომში, უკვე ბევრად უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე იყო. გამარჯვების დღე მთელ რუსეთში უნდა აღინიშნებოდეს, ხოლო მთავარი ცენტრი მოსკოვია. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჩვეულებრივ სრულად არის გამოფენილი, ხოლო პუტინი იშვიათად ჩნდება ხალხში. ამაყად ზის და უყურებს, როგორ გადის მძიმე ტექნიკა და როგორ მიაბიჯებენ ჯარისკაცები. მაგრამ 9 მაისს ის, რასაც გამარჯვების დღისგან ველოდებით, არ მოხდება. გაზეთი პრავდა იუწყება, რომ რუსეთის რეგიონული დედაქალაქების დაახლოებით მე-13 უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საერთოდ არ ჩაატარებს გამარჯვების დღის აღლუმს. მათ შორის, ვინც მაინც ჩაატარებს აღლუმს, 37 ქალაქი ამას გააკეთებს სამხედრო ტექნიკის გარეშე ან სხვა შეზღუდვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თითქმის საერთოდ არ იქნება დღესასწაული. მოსკოვი წინ ქალაქებს შორისაა, სადაც აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება წარმოდგენილი. 2007 წლის შემდეგ პირველად წითელ მოედანზე აღლუმის მსვლელობისას რუსული სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გამოჩნდება. და თითქოს იმის ხაზგასასმელად, რომ გამარჯვების დღე აღსანიშნავი დღე აღარ არის, პუტინმა ასევე მოითხოვა, რომ ღონისძიების განმავლობაში მობილური ინტერნეტი და SMS სერვისები სრულად გაითიშოს. ეს აღლუმი აღარ არის. ეს ნაადრევი სამგლოვიარო პროცესია, რომელიც იმ სასოწარკვეთილი რუსი ლიდერისთვის ტარდება, რომელსაც კარგად ესმის, რომ მისი დრო იწურება. ეს ყველაფერი უკვე პუტინის სასოწარკვეთის ნიშანია, რომ როგორმე აღკვეთოს უკრაინული დრონების მოსკოვში შეღწევა, იმ დღეს, რომელიც მისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ სამხედრო ტექნიკა არ არის დასარტყმელად, დრონების გაგზავნას აზრი არ აქვს. მაგრამ რუსეთმა კიდევ უფრო გაანძაფრა თავისი სისუსტის აშკარა გამოვლენა, როდესაც უკრაინას მოსთხოვა, რომ შეეწყვიტა ცეცხლი იმ შაბათ-კვირას, როცა გამარჯვების დღე გაიმართება. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს 8 და 9 მაისს, რამაც უკრაინა აიძულა გაეკრიტიკებინა რუსეთი იმის გამო, რომ გამარჯვების დღეს ირენებს იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით თავი დადებითად წარმოაჩინოს. უკრაინის პასუხი იყო საკუთარი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც 5 და 6 მაისს უნდა განხორციელდეს.
ალბათ შეგიძლიათ გამოიცნოთ, რას გააკეთებდა რუსეთის შემდეგ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ინიციატივას ცალმფრივი დუმილის რეჟიმი უწოდა, რუსეთმა შეტევა დაიწყო. მთელი უკრაინის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 1800-ზე მეტი რუსული იერიში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს. მოსკოვში და სხვა ადგილებში 7 მაისს განხორციელებული იერიშები იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სარკე პირდაპირ პუტინის წინ დაუდგეს. მოგვიწევს 8 და 9 მაისს დაველოდოთ, რომ გავიგოთ, აქვს თუ არა უკრაინას სურვილი პატივისცეს ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც პუტინი ითხოვდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ასე მარტივად უგულებელყო უკრაინის თხოვნა. რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ პუტინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა არის აშკარა მცდელობა, უკრაინას დარტყმების შეწყვეტა აიძულოს. ეს არ ეხება გამარჯვების დღის პატივისცემას ან მშვიდობის პროცესის წინ წაწევას. პუტინის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები და ყველა შეზღუდვა, რომელიც მოსკოვის აღლუმზე დაწესდა, მხოლოდ ერთ რამეს ეხება: შიშს უკრაინის დრონების მიმართ. პუტინი ამ შიშს უკვე ავლენდა უკრაინის ბოლო თავდასხმამდე მოსკოვზე. საბოლოოდ ეს იყო მეორე დარტყმა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რომელიც რუსეთის დედაქალაქს მიზნად ისახავდა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ეს არის მოკლე შეხსენება, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არც ერთი ჩვენი ვიდეო არ გამოგრჩეთ. უკრაინამ თავდასხმა რომ დაიწყო, 2 დღით ადრე დრონები რუსეთის დედაქალაქში დაფრინავდნენ. ამ დრონებიდან ერთმა დაარტყა ელიტურ საცხოვრებელ კორპუსს, მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში. იყო ეს უკრაინის განზრახვა თუ არა, ეს ნათელი არ არის. უკრაინა როგორც წესი სამოქალაქო პირებს არ ესხმის თავს, ასე რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგან, როდესაც რუსეთს შეუძლია ეს მართლაც დრონის ნამსხვრევებს დააბრალოს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუტინი შეშლილ პანიკაში ჩავარდნილიყო. შეტევის დადასტურები და რამდენიმე საათში პუტინმა გაათავისუფლა გენერალი ვიქტორ ავზალოვი, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი იყო. აშკარად ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მხოლოდ 2 დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი უკრაინული დრონი შეიჯრა მოსკოვის საჰაერო სივრცეში. მათ იპოვეს 3 ზნეები, რომლებიც ბევრად უფრო ღირებული იყო, ვიდრე 5 მაისს ნაპოვნი. პუტინის სწრაფი რეაქცია უკრაინის დრონების მასიურ შეტევებზე გვაჩვენებს, რომ ეს არის კაცი, რომელიც ზღვარზეა. მას კარგად ესმის, რომ უკრაინა აძლიერებს დრონებით შეტევებს. მოსკოვი ახლა მხოლოდ 3 ზნე კი არ არის, არამედ უკვე იმ დიაპაზონშია, სადაც უკრაინის უახლესი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონები აღწევენ, ისე რომ კიევს შეუძლია განმეორებითი შეტევების განხორციელება. რუსეთის გამარჯვების დღის გეგმები უკვე დანგრეულია და ახლა როცა რუსეთმა აჩვენა, რომ არ აპირებს უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის პატივისცემას, პუტინს და მის გარემოცვას ალბათ უჩნდებათ კითხვა: საერთოდ ღირს თუ არა დარჩენილი აღლუმის ჩატარება. უკრაინამ კარგად იცის, რა ზიანს აყენებს პუტინის ფსიქიკას და სიხარულით აცნობებს ამის შესახებ რუსეთის ლიდერს. უკრაინის მიერ მოსკოვზე ბოლო თავდასხმამდე 1 დღით ადრე, უკრაინამ კაფიოდ განაცხადა, რომ სრულად უარყო მოსკოვის ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის ან ზავის შესახებ გასახებ გამარჯვების დღის აღსანიშნავად. უცნობმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა კიევ ინდეპენდენტთან, განაცხადა: ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ აზრს, რომ აღლუმისთვის ამას დავემორჩილოთ. ეს კი არსებითად ნიშნავს, რომ უკრაინა პუტინს აცნობებს, რომ მის ხრიკებს არ ახყვება. შეიძლება მოსკოვს 9 მაისს კიდევ ერთი თავდასხმა ელოდება? თუ ასეა, უკრაინა სავარაუდოდ თავად აღლუმს არ დაარტყამს. აზრი არ აქვს, რადგან სამხედრო ტექნიკა წარმოდგენილი არ იქნება. მაგრამ რაღაც პოეტურია იმ აზრში, რომ პუტინი ან მისი რომელიმე მცველი უყურებს მოსკოვში მოწყობილ უფერულ აღლუმს, მაშინ როცა უკრაინის დრონები სამხედრო ობიექტებზე ეცემა მოსკოვის რეგიონში. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთი ცდილობს ძალა აჩვენოს, მაშინაც კი როცა პუტინის შიში და პარანოია ინდონეს აღწევს, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმის შემდეგ რუსეთმა გაავრცელა გაფრთხილება კიევში მდებარე უცხოურ საელჩოებში, რომ მათმა თანამშრომლებმა ახლა უნდა დატოვონ ქალაქი. რატო? მოსკოვის მიზეზი ის არის, რომ თუ უკრაინა გამარჯვების დღის დროს რუსეთს შეუტევს, რუსეთი უპასუხებს გარდაუვალი საპასუხო დარტყმებით. ეს არც რაიმე გაჟონილი წერილია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რათა შესაბამის საელჩოებს ეს გაფრთხილება მიეწოდებინა. ამ მოვლენების აბსურდულობა აშკარად იგრძნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა აპლიკაცია, რომლის აკრძალვასაც ვლადიმირ პუტინი აქტიურად ცდილობს, რათა შეტყობინება მიაწოდოს ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართული ომში. რუსეთის ფარისევლობა ყოველგვარ საზურებს ცდება, მაგრამ რასელით ერისგან, რომელიც პანიკაში ცდილობს მოიფიქროს ნებისმიერი პასუხი იმის საპასუხოდ, რომ უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში აჩვენა, რომ მისი დრონები შეძლებენ რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმის განადგურებას, თუ კიევი ამას გადაწყვეტს. კიდევ ერთხელ ყველაფერი შიშზეა დაფუძნებული, შიში რომ გამარჯვების დღე შეიძლება ჩაიშალოს. შიში რომ უკრაინული დრონები მოსკოვს დაარტყამენ. შიში იმ ძალის, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაათავისუფლა, როცა წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო შეჯრა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ უკრაინის 7 მაისის თავდასხმებს ვიდეოს დარჩენილ ნაწილში. ეს თავდასხმა 3 რამეს გვიჩვენებს, რომელთაგან თითოეული უფრო დამანგრეველია პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის, ვიდრე წინა. პირველ რიგში რუსეთის სამხედრო მარცხები უკრაინის საზღვრებს გაცდა და პირდაპირ მის დედაქალაქამდე მივიდა.
სხვა გზა არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც რუსეთს გამარჯვების დღის აღლუმისთვის აქვს დაგეგმილი. მობილური ინტერნეტის სერვისებს არ თიშავენ ის ქვეყნები, რომლებიც შიშით არ არიან შეპყრობილი. აღლუმები, რომლებიც სამხედრო ძალის დემონსტრირებას უნდა ემსახურებოდეს, თითქმის არ არსებობამდე არ მცირდება იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ნამდვილად სჯერა, რომ ისეთივე ძლიერია, როგორც ამტკიცებს. თუნდაც რუსეთს არ უთქვამს, რომ უკრაინა არის ამ ყველა გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი და უკრაინამ ეს 7 მაისს დაგვანახა, უკრაინაში ოპერატიული მდგომარეობა ძლიერ აღლუმს არ უწყობს ხელს. ჯარისკაცები იღუპებიან ან იღებენ დაჭრას დაახლოებით თვეში 35,000 ტემპით. რუსეთი იტანჯება აღჭურვილობის დეფიციტისგან, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში, რაზეც მალე ვისაუბრებთ. ფსიქოლოგიურად კიევის მიერ მოსკოვზე დართმა გამარჯვების აღლუმამდე 2 დღით ადრე მართლაც დამანგრეველია. პუტინი მართალია რომ ეშინია. მას უწევს იმ ფაქტთან გამკლავება, რომ რუსი ხალხი უკვე იწყებს იმის დანახვას, რომ მისი მტკიცებები თითქოს მხოლოდ ის შეძლებს მათ დაცვას, სიცრუეა. როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს? ნაროფომინსკიდან ამოსული კვამლი რუს ხალხს აჩვენებს, რომ პუტინი ვერც კი იცავს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, აღარაფერს ვამბობ მოსკოვის მოსახლეობაზე. შემდეგი თემა უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები. 7 მაისის დარტყმა მოსკოვზე მხოლოდ ბოლოა ღრმა დარტყმების კამპანიაში, რომელმაც განსაზღვრა უკრაინის მიდგომა რუსეთის წინააღმდეგ 2026 წელს. თვეების გასვლასთან ერთად უკრაინის დრონები უფრო ღრმად აღწევენ და რუსეთის მიმართულებით უფრო დიდი რაოდენობით უშვებენ, ვიდრე წინა თვეში. ის რაც ადრე რუსეთის დომინირების სფერო იყო, უკრაინამ თავდაყირა დააყენა და ახლა უკრაინამ გრძელდისტანციური დრონების ინტენსივობით რუსეთთან პარიტეტს მიაღწია. უკრაინა წინ გავიდა. მარტში უკრაინამ რუსეთში 800-ზე მეტი დრონით მეტი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაში. კონკრეტული რიცხვებია: უკრაინამ 7347, რუსეთმა 6462. ეს მოულოდნელი შემოbrunებაა, რომელიც არავის წარმოედგინა და ეს პუტინს აჩვენებს, რომ უკრაინის დრონების წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ უკრაინა ახლა უკვე მოსკოვზეც და სხვა რუსულ რეგიონებზეც დარტყმასაც შეძლებს. დამანგრეველი გზავნილები შეიძლება ციდან გაიგზავნოს. ეს იყო ის, რაც 7 მაისს ვიხილეთ. რუსეთში მდებარე უზარმაზარ ნაროფომინსკის ობიექტზე მიყენებული ზიანი საკმარისი არ იქნება, რომ ეს ობიექტი სრულად გაჩერდეს. ის იმდენად დიდია, რომ რამდენიმე დრონს ამის გაკეთება არ შეუძლია. მაგრამ უკრაინის გზავნილი უფრო მნიშვნელოვანია. მას შეუძლია დრონებით მოსკოვს დაარტყას და უკრაინის შორმანძილზე დარტყმების სტრატეგია აქედან მხოლოდ უფრო ინტენსიური გახდება. უკრაინის ახალი ხმის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის აპრილის პირველ დღეებამდე პერიოდში უკრაინულმა ძალებმა 1042 დადასტურებული დარტყმა განახორციელეს რუსულ სამიზნეებზე ყირიმში, მონიტორინგის ქვეშ მყოფ 4 აღმოსავლეთ ოლქში და თავად რუსეთში. ამ დარტყმების თვიური განაწილება აჩვენებს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე ისინი თვეში დაახლოებით 100 შეადგენდა. შემდეგ კი მარტი დადგა. უკრაინამ იმ თვეში 288 სამიზნე გაანადგურა, რაც ორჯერ მეტზე ბევრად მეტია წინა თვეში განხორციელებულ დარტყმებთან შედარებით. და აპრილის პირველ აფრთხეში უკრაინამ უკვე 89 სამიზნე დააზიანა. თვეს ბოლოსთვის უკრაინამ გააორმაგა საშუალო მანძილზე განხორციელებული დარტყმების რაოდენობა აპრილში მარტთან შედარებით. თუ დავამატებთ გრძელმანძილოვან დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, მივიღებთ კამპანიას, რომლის ინტენსივობაც ყოველთვის იზრდება. კიდევ ერთხელ მესიჯი ნათელია: დრონების როიები მოდიან. უკრაინამ აშკარად შექმნა წარმოების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაარტყმას რუსეთს და ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი არასოდეს იქნება უსაფრთხო. განსაკუთრებით არა გამარჯვების დღეს, რადგან უკრაინა აცხადებს, რომ არ დაემორჩილება პუტინის სასოწარკვეთილ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის, ლის შეწყვეტის შესახებ. მესამე და ბოლოს არსებობს მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის რუსეთის პრეზიდენტის ეს მოწოდებები ასეთი სასოწარკვეთილი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ გატეხვის ზღვარზეა. თუ უკრაინის 7 მაისის დარტყმამ რამე გვაჩვენა, ეს არის ის, რომ მოსკოვს არ აქვს ის საჰაერო თავდაცვა, რაც საჭიროა უკრაინული თავდასხმისგან თავის დასაცავად. დაფიქრდით ციფრებზე. დიახ, უკრაინამ 7 მაისს თითქმის 350 დრონი გაუშვა, მაგრამ თუ მოსკოვის მერს დაუჯერებთ, მხოლოდ 11 მათგანი იყო მიმართული რუსეთის დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებისკენ. და მათგან ზოგიერთი მაინც აშკარად მიაღწია მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტამდე. ეს რუსეთისთვის სრული მარცხია და ეს აჩვენებს, რომ პუტინის მცდელობები რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად უსარგებლოა. როგორც Forbes აღნიშნავს, რუსეთი უკვე განიცდის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტს, რაც უკრაინის გაძლიერებული კამპანიისა და რუსეთის საწარმოებზე თავდასხმების შედეგია, რამაც შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს მისთვის საჭირო თავდაცვითი რაკეტები. Forbes-ის მტკიცებით, რაც რუსეთს დარჩა, მოსკოვის დასაცავად უკან გადააქვთ. United 24 მედია ამ მტკიცებას ადასტურებს. 6 მაისს მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოსკოვის გარშემო რგოლისებურ თავდაცვაში კიდევ 40 საჰაერო თავდაცვის სისტემა დაამონტაჟა. ესენი ახალი სისტემები არ არის. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ეს სისტემები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გამოიტანა, რაც გვიჩვენებს, როგორ ცდილობს პუტინი მოსკოვის დაცვას ყველაფერზე მაღლა დააყენოს.
როგორც არ უნდა იყოს, ეს უკრაინის გამარჯვება. 7 მაისმა აჩვენა, რომ ეს ახალი თავდაცვითი სისტემები ისე არ მუშაობს, როგორც პუტინს სურს და თუნდაც მუშაობდნენ, პუტინმა რუსეთის სხვა რეგიონები დაასუსტა, რაც მათ მომავალში დართმებისთვის გახსნილად ტოვებს. შესაძლოა სწორედ ამას ვიხილავთ 9 მაისს, თუ უკრაინა თავდასხმას გადაწყვეტს. მოსკოვი შეიძლება გადარჩეს, მაგრამ ის რეგიონები, რომლებმაც ახლახან დაკარგეს საჰაერო თავდაცვა, შესაძლოა დრონებით დაიბომბონ, რომლებიც სამხედრო და ნავთობის ინფრასტრუქტურას დაუმიზდებიან, რომელსაც ეს გადატანილი თავდაცვითი სისტემები იცავდნენ. ეს მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. 6 მაისს ზელენსკიმ განაცხადა. ამავე დროს აღნიშნავთ, რომ ეს გვიხსნის დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი გრძელვადიანი სანქციებისთვის. ჩვენი შესაბამისი პრიორიტეტები განისაზღვრება. რუსეთი პეტრეს ართმევს, რომ პავლეს გადაუხადოს. ეს მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, სანამ რუსეთის დანარჩენი ნაწილი უკრაინისთვის გასანადგურებელ აშკარა სამიზნედ არ იქცევ. რაც შეეხება პუტინს, ახლა მას მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ბოლო გზავნილი მკაფიოდ და ხმამაღლა გაისმა. დრონებს შეუძლიათ მოსკოვის დაბომბვა. მათ თითქმის რუსეთის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ დარტყმა. მათი მოქმედების რადიუსი 1000 მილს აღემატება. ამიტომ უკრაინის დრონებს ახლა შეუძლიათ რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეც მიაღწიონ. ამის შესახებ 5 მაისს უკრაინის ახალმა ხმამ განაცხადა. ისინი სწორედ ამას აკეთებენ და ეს ყველაფერზე მეტად პუტინს მოსკოვის ბედზე აშინებს. უკრაინა თავისი ახალი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონებს ამოწმებს რუსეთის დედაქალაქზე განხორციელებული დარტყმების მიღმაც. რუსეთის სიღრმეში მოსკოვიდან 1050 მილის დაშორებით მდებარეობს რუსეთის საჰაერო ძალების გვირგვინის მარგალიტი, Su-47 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი. სინამდვილეში 2 ასეთი თვითმფრინავი იყო და ორივე ახლა უკრაინული შეტევების შედეგად ფერფლად იქცა. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ინფორმაცია უკრაინის ომში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.